სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სასულისაითა. ვიდრე რას მე ვიტყოდეთ, მინდა გამსხოთ და ალბათ გახაროთ კიდეც, რომ კიდევ 5 დაუზომელი ღვთისმშობელ მარიამისა ითარგმნა რა ჩვენ მიერ იბეჭდება, უახლოეს დღეებში სად იქნება. მზადდება კიდევ 2 დაუზომელი დასაბეჭდად, რომელიც ამ დღეებში ვთარგმნეთ. ეს არის ერთი შევადგინეთ უпроსორად მიურულებელი თვალი უფლისა მარხვანის მიხედვით სამარხო ჰიმნოგრაფიისა და მეორე ეს არის მამა პაისი ათონელის დაუჯდომელი ღვთისმშობლის დაუჯდომლების თარგმანი, მაგრამ ამჯერად თხოვეს განსაკუთრებულად მოშურნეთ, რომ მეთარგმნა წმინდა პაისის დაუჯდომელის და ღვთისმადლით ერთ დღეში დავასრულეთ. რთული არ იყო სათარგმნად, მაგრამ კარგი და პოეტური საგალობელი არის დაუჯდომელისა. და ესეც უახლოეს დღეებში დაიბეჭდება და ზათ იქნება და გაგრძელდება შემდეგ ღვთისმშობლის სხვა სასაუთმოქმედი ხატების დაუჯდომელთა თარგმნა, რომელიც არ დაგიმალავთ დიდ სულიერ სიამოვნებას მანიჭებს. მართალია ფიზიკურად ძალიან ვიღლები, თითქოს არაფერია, მაგრამ არც ესია საქმე სინამდვილეში, მაგრამ მეორე მხრივ დიდ სულიერ სიამოვნებას და ალბათ ღვთისმადლით გაგრძელდება ეს თარგმანები. ამას გარდა ამ გუშინ თარგმნა ერთი პატარა ამონარიდი წმინდა გრიგოლ პალამას ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელიც შეეხება ღვთისადმი რწმენასა და ღვთისადმი ნდობას. ესე რომ უნდა გქონდეს არა მარტო რწმენა, ამბობს ეს წმინდა პალამა, არამედ ნდობა. რაც შეეხება თავად გრიგოლ პალამას, ეს არის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, იმავე დროს დიდი ღვთისმეტყველი და დიდი ასკეტი, კერძოდ ათონური ასკეტური სკოლის წარმომადგენელი და მისი ტრადიციების არათუ მხოლოდ გამგზნებლები, არამედ წმინდა ათონური წარმომავლობის სწავლების, კერძოდ ხელთუქმნელ ნათელზე, ანუ საღვთო ენერგიებზე, არა მარტო გამომავებელი ამ რწმენის ამ სწავლებისა, არამედ დამცველი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი წმინდათა შორის. ისე რომ ერთხანს პატრიარქისგან აკრძალვაც კი მიეცა, რომ აღარ ემხილებინა მწვალებლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ათონური წარმომავლობის ამ სწავლებას საღვთო ენერგიებზე, კერძოდ ვარლამი და მისი მოწაფეები აკინდინი და სხვები, მაგრამ აქ თითქოს ერთგვარად ფორმალურად ურჩობა გამოიჩინა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და კვლავინდებურად გააგრძელა მწვალებელთა ხილება, რის გამოც გარკვეული სანქციები უნდა ამოქმედებული იყოს სამღვდელო მის მიმართ, თუმცა ბოლოს მოწვეული იქნა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრება და პირიქით ვარლამის მოძღვრება იქნა განხილული რა და პირველ ყოვლისა გრიგოლ პალამას მიერ და მისი მოწაფეებისა და დაგმობილი ვარლამი და საზოგადოებრივ ვარლამიტები. ამას სინანული კი არ გააღვიძა ვარლამში და მის მიმდევრებში, არამედ გააბოროტა ისინი იქამდის, რომ გონება დამნელებულებმა მართლმადიდებლობა დატოვეს და გადაბარგდნენ კათოლიკობაში, მწვალებლობაში და იქიდან უხერხდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიას, რის გამოც ეკლესიამ მას უწოდა სახელად კალაბრიელი გველი ვარლამს. წარმოშობით იტალიის ქალაქ კალაბრიიდან იყო და ამის გამო ეწოდა კალაბრიელი გველი. გველი თქვენ იცით სახეა ეშმაკისა, რომელიც პირველმა ადამტაევა და დააკარგვინა ის დიდება და ნეტარება, რომელიც ჩვენს პირველ შვილს 64-ში ჰქონდა. წარმომავლობით გრიგოლ პალამა დაკეტეს. გრიგოლ პალამა იყო არისტოკრატი, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელი, უფრო მეტის ბერძენ ბასილევსთან მეფეთა შთამომავალი. მან თავდაპირველი აღზრდაცა და განათლებაც მიიღო სამეფო კარზე, მაგრამ სიჭაბუკეში ძალზე დატოვა ეს პატივი, დიდება და ყველაფერი ეს, რაც უკავშირდება მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და გადასახლდა ათონის წმინდა მთაზე და დაემოწაფა იქაურ განდეგილ მამებს, კერძოდ ისიხასტეს, ჭრეტელ მამებს, მათგან შეისწავლა სწორედ ხელოვნება ეშმაკთან ბრძოლისა, შეიქმნა ერთი უდიდესი და უპირველესი ასკეტი და როგორც შესავალში ვთქვით, მიიღო რა სწავლება ხელთუქმნელ ნათელზე, განავრცო იგი და გასაოცარი ეს იყო საგვარეულო მოგვიანებით ეკურთხა რა მღვდელმთავრად მისი ღირსების და სიწმინდის გამო, არა მარტო სიტყვით ქადაგებდა ხელთუქმნელ ნათელზე, ანუ საღვთო ენერგიებზე, არამედ ქადაგების დროს და არა მარტო ქადაგების დროს, წირვაში ასევე მისი სახე, პირის სახე ერთიანად იფარებოდა იმ სწორედ გამოუთქმელი ნათლით.
ისე რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ასე ვთქვათ, საქმითაც ამოწმებდა ამ სწავლების ჭეშმარიტებას, რასაც ბევრი რა თქმა უნდა აქტუალობაში მოყავდა გზაშესტომილი სინანულში და აბრუნებდა ქრისტეს ეკლესიის სიახში. ყველა ღირსებისა და სიწმინდისათვის წმინდა ეკლესია მიდი შერაცხა წმინდანებს შორის და მას როგორც გითხარ, ერთ-ერთი უდიდესია ღვთისმეტყველთა შორის და ასკეტსა. რა გამიჩინა სურვილი როგორც მოძღვარს, რომ ეს ამონარიტი მეთარგმნა და გამეცნო თქვენთვის აქ მოსული მორწმუნე საზოგადოებისთვის, რომელიც არა მარტო ჩვენ ბრევს შეადგენენ, არამედ უფრო მეტად სხვა სამრევლოებიდან არიან მოსულები, რომელთაც ვფიქრობ იზიდავს ღვთისმშობელ მარიამის სიყვარული და ალბათ ღვთის სიტყვის მოსმენის სურვილიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფრით ვერ შევედრებით წინა საუკუნეთა გნებას აწინდელ ჩინებულ ჭევრმეტყველ ქადაგებლებს, მაგრამ რაც გვაქვს ის სურს გაგიზიაროთ და ვფიქრობ ეს თავისებური სათნოება არის. რა თქმა უნდა, რაც გვაქვს გულისხმობ სასიკეთო ღვთისაგან ჩათესილი ჩვენს სულსა და არსებაში და არა ეპირიული ცხოვრებისეული გამოცდილება და ასე შემდეგ, რომელსაც სამწუხაროდ აიუსო და აჭრევდა ჩვენი მორწმუნე მრევლი და არ მარტო მრევლის სამდელოებაც. ზოგიერთი გატაცებულია სხვა მოძღვრებებით, არათუ უბრალოდ გასხოვებულით მართლმადიდებლობის არავით, მტრულადაც განწყობილითაც კი მართლმადიდებლობის მიმართ, ასევე თეოსოფიური სწავლებებით და სხვა. აი გრიგოლ პალამა ამასაც ეხება ამ ამონარიტში ქადაგებისა და ამადაც ვთარგმნე კიდევ. მოდით გავეცნოთ გრიგოლ პალამას ამ სწავლებას. ჩვენ კიდეც გვწამს ამბობს წმინდა მამა მორწმუნეებს, ესე იგი მართლმადიდებლებს. მას კიდეც გვწამს ღვთისა და კიდეც ვერწმუნებით. ეს ერთი და იგივე არაა. ნამდვილად წამდეს ღვთისა ნიშნავს ენდობოდე მას, ანუ უეჭველად და ჭეშმარიტად მიიჩნევდე აღთქმებს, რომელიც მან მოგცა და პირველ ყოვლისა იგულისხმება დაკარგული სამშობლოს დაბრუნება, სასუფეველი აგვიტყვა პირველ ყოვლისა. და ის ნეტარებანი, რომელიც გადმოცემულია 9 ნეტარებაში და ეს სულ ერთიანად ქრისტეს სწავლებაში. ხოლო წამდეს ღმერთში განაგრძობს წმინდა მამა ნიშნავს უფლებას ბრძნობდე მას, ესე იგი თუ გაქვს ეს რწმენა ცხოველი ჭეშმარიტი, მას გეძლევა უფლებას ბრძნობდე მასზე. ჯერას ერთიც გქონდეს და მეორეც, ხოლო როცა არა გვაქვს, მაშინ როგორ მოვიქცე, მაშინ უნდა გქონდეს სულ ცოტა თავმდაბლობა, აღვიარებდე წმინდა მამების, თქვათ იგივე ამ შემთხვევაში გრიგოლ პალამას ავტორიტეტს და დავემოწაფოთ მათ. ის რაც ჩვენ არ მოგცა, ყველას გვაქვს აქ ვინც შევკრებულ ვართ ნიჭი რწმენისა, მაგრამ ყველას როდი გვაქვს თქვათ ნიჭი წმინდა წერილის გამოთარგმანებისა, წინასწარმეტყველებათა განმარტებისა. ამიტომ რაც ჩვენ არა გვაქვს და რაც მისცა ამა თუ იმ წმინდას, ჩვენ მათ უნდა დავესესხოთ და დავემოწაფოთ. რადგან როგორც ერთ-ერთი მამა ალექსანდრე ელჩანინოვი ამბობს, მათშია წმინდანებშიაც იგივე ნათელია, რაც ქრისტეში ოღონდ შერბილებული სახით. იმიტომ რომ ვერანაირი წმინდანი, არათუ წმინდანი, არამედ ანგელოზის კი და არათუ წმინდანი და ანგელოზი, არამედ ღვთისმშობლის მარიამის ნათელიც კი ვერ შეეძლება იმ ნათელს, რომელიც არის დაუღამებელი მზე, ქრისტე ნათელი ჭეშმარიტი, მოსული აბსოლუტურად სოფლად ჩვენისაც ცხოვრებისათვის. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ღვთისმშობელ მარიამში, 9 წმინდანებში, 9 ანგელოზებში ნათელი მიფენილი არის სწორედ ყოვლა წმინდა სამება ღმერთიდან. ამიტომ, როდესაც ვეცნობით და ვიღებთ და ხელმძღვანელობთ წმინდა მამების სწავლებით, თუ ამა თუ იმ გამოცხადებით და არა მარტო წმინდანთაგან, არამედ ანგელოზთა გამოცხადებებსაც ვიცნობთ, ჩვენ ამით არსებითად ვემოწაფები თავად ქრისტე მაცხვარს, რომელიც არის ნამდვილი მიზეზი და წყარო ყველა ამ ნათლის თეოფანია გამოცხადების სწავლების მოყოლებას ვთქვათ. მაშასე ჯერას ერთიც გქონდეს რწმენას და მეორეც, ანუ დარწმუნება დაჯერება ღმერთში. ნამდვილი ვიყვნენ ღვთის რწმენაში და მისთამი ნდობაშიც და ვიქცეოდეთ ამ რწმენისა და ნდობის შესაძლებლად. ქრისტემ საუკუნო ცხოვრების დიდების, სასუფეველისა და სიხარულის მემკვიდრეობა აღვითქვა. მაგრამ ამასთან ცნება დაგვიდო, რომ თუ კი ამ სასუფეველის მიღწევა გსურს, ჯერ არც მზად ვიყვნეთ საკუთარი ნებით მივამშვალოთ, ანუ მივალუსმოთ თავისი ჯვარზე ჩვენს ვნებებსა და გულისხმებთან ერთად. აქ პავლე მოციქულის სწავლებას იმეორებს წმინდა გრიგოლ პალამა, რომელიც ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, რომ თუ როგორ უნდა მიემშვალოს
ქრისტიანი ადამიანი ჯვარზე ყველა თავის ნებითა და გულისხმებით. ესე იგი აღთქმა კი ყველას მომცა უფალმა, მაგრამ ამ აღთქმას ამბობს წმინდა მამა დაიმკვიდრებს მხოლოდ ის, ვინც ქრისტესთან ერთად იქნება ჯვარცმული და იგულისხმება პირველ ყოვლისა საკუთარი ნებისა და გულისხმების ჯვარცმა. ამ სოფლის თავადი ეშმები თავაზობს პირუკუ ვნებებით და შეუფერებელი გულისითქმებით ტყბობას, რომელიც სხემდა წარმავალია და საბოლოოდ მოაქვს წარწმე და სულისა, ხოლო ქრისტე გვთავაზობს და გვეუბასავლის, ვისაც უყვარს ეს სოფელი, წუთი სოფელი, ის მტერია ქრისტესი. არ შეიძლება ერთდროულად გიყვარდეს ქრისტე და ამავე დროს ტკბებოდე ყველაფერი იმით, რასაც ეშმაკი გთავაზობს და დღეს სადამდე არიან კაცთან მოდგმა, სადამდეა მესული თქვენს ხედავთ. არა თუ უბრალოდ არ ცხოვრობენ ქრისტეს ცნებები და სარწმუნოების მაგალითებით, არამედ ებრძვიან კიდეს მას, აბუჩად იგდებენ სხვადასხვა სახით, მოგებოლებია ცოცხალი მაგალითები აი ბოლო დროის მოვლენების, როგორ დასინია ქრისტესა და მის ეკლესიას და რაც ყველაზე სავალალოა თვით ეკლესიაში წმინდა ადგილას, სადაც არეგების შეაღწია არაწმინდების სულმა. აი ახლა გზად რომ მოვდიოდი შინიდან ეკლესიისკენ, გზაში ვისმენ ხოლმე წმინდა მამათა სწავლებებს, ქადაგებებს, დარიგებებს და სხვა საკითხებს, მაგრამ ქართველების ეთნოზისი, ჩრდილო კავკასიანის, აი ეს ორი თემა მოვისმინე, მოვასწარი, საკმაოდ შორს ხორობ ეკლესიიდან ამასობაში და იკოზმა ეტალოსის ძალიან სულის შემძრელი წინასწარმეტყველება, როგორი იქნებიან სამღვდელონი და მორწმუნებრეული უკანასკნელ ჟამს. გარეგნობაც კი აღწერილია მღვდლებისა, რომელთაგან ერთი მე ვარ. მათი მორალური მდგომარეობა, როგორ შევა არაწმინდა სწავლებები და ამ სოფლის სული ეკლესიაში, რომელიც სინამდვილეში ქრისტეს მეძიებლებს არ უყვართ ასეთი მღვდლები. აი როგორც ცნობილი ფილმიდან ამბობს ხშირად ციტირებ, სიდედრზე რომ ამბობს ერთ-ერთი სიძე, მოყვარული სიდედრისა, რომ ესე იგი თვალიც გავს, შუბლიც გავს, ყველაფერი გავს სიდეს, მაგრამ მაინც არაა ჩემი, იმერელი იყო, მაინც არაა ჩემი სიდედრიო. ესე იგი მღვდელია შეხედა ვანაფორა აცვია, წვერი აქვს მოშვებული, ჯვარი კიდია და სხვა, მაგრამ ის არ არის მღვდელი. ცხოვრების წესით არ არის მღვდელი სამწუხაროდ, არც გარეგნობით. გარეგნობითაც კი შეიძლება იმშელო მის სულიერ მდგომარეობას. ეხლა ზოგიერთი ფსევდო განათლებულები მამო ნუ განიკითხა მღვდელს. მას თუ განკითხა ეს პირველ ყოვლისა წმინდა კოზმა ეტალოსი განიკითხავდა სამი საუკუნის წინათ. მან იწინასწარმეტყველო ეს მოვიდოდა. ამ სოფლიური სული დაიპყრობდა და შეავსებდა თავად ეკლესიაშიც კი და ამას ეწოდება სწორედ საძაგელი მოოხრების, რომელიც არ უნდა იყოს. წმინდა ადგილი ეს არის ეკლესია დედამიწაზე. ეკლესიაში უწმინდესი ადგილი არის წმინდა საკურთხეველი, რომელიც წინა სახეა სასუფევლისა, სიმბოლურად სასუფეველს განასახიერებს. იქ სადაც მაგალითად საჩვენებელია ქრისტეს საბრძანის განასახიერებს სიმბოლურ ალეგორიულად. ტრაპეზი, წმინდა ტრაპეზი, ის არის საფლავიც და საინეროსელობის მაგიდაც წირვის სხვადასხვა ადგილ რა სიმბოლურ მნიშვნელობებს იძენს და ატარებს წირვალოცვის განმავლობაში. სამკვეთლო გოლგოთა, სადაც დაიკლა ქრისტე. ყველაფერი სიმბოლიკის ენაზე და ალეგორიის ქადაგებს ქრისტეს მოვლენებიდან დაწყებული შობიდან ვიდრე მის ჯვარცმა აღდგომა ამაღლებამდე. ესეც სიმბოლიკის ენაზე ეკლესია ამ გზითაც ქადაგებს, ისე როგორც ღვთაებრივი ჰიმნები, საკითხავები წმინდა სახარებიდან წირვის განმავლობაში 60 ქულოდან ღვთის სიტყვის ქადაგება ლიტურგოსანი მღვდლისმე ყველაფერი ერთმანეთს ემსახურება ქრისტეს დიდება და ამ დიდების მიერ ჩვენს განწმენდას და საბოლოოდ თუ შეუდგები ქრისტეს შესხონებას. მაშასე მართალია იქ გადავუხვიეთ ყველას აგვიქვა უფალმა ზეციური სასუფეველი, ყველა თავისი სიკეთეებით და იქაც არის ესე იგი განსხვავება სავანესა და სავანეს შორის. კერძოდ რა 900 წმინდანების და ანგელოზთა მიხედვით 9 სავანი არსებობს განსაკუთრებული. ერთნი უფრო ახლო არიან ღმერთთან, მეორენი ნაკლებად, მაგრამ ყველა ახლო, ყველა ნეტარებს, ყველა სიხარულშია. როგორც გაირჩევი, ისე დაიშევი ან დაჯილდოვდები.
ესე იგი, ადამიანის თავისუფლებაზე დიდად არის დამოკიდებული არანაკლებ ვიდრე ღვთის მადლზე ადამიანის ცხოვრება. მაგრამ არის რა კაცთმოყვარე თავისუფალ არსებებად შექმნა რა უფალმა ღმერთმა, ის ზალით თვით სიკეთესაც არ შემოიტანს შეში. ეს მის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდება, რომელიც მან მოგვანიჭა ჩვენ. ამიტომ ამბობს, უფალი ალბათ მიაქციეთ ყურადღება, ხშირად ვიმეორებ, უფალი კი არ ვილეწავს გოლის კარებს, თუნდაც სასუფეველის სწავლება შემოგვიტანოს. ისე როგორც შეეწა ჯოჯოხეთი და დაამხვა სიკვდილი განაქარვა. არამედ რეგს, როგორც თავად ამბობს გულის კარს. როგორი მორიდებულობა, მეუს ადამიანად რო ვთქვათ, როგორი პატივისცემა გამოიხატება და მოწიწება ადამიანს, ვისი შემოქმედი ღმერთისა ადამიანის მიმართ, რომელიც თიხისაგან მიწისა მოზილა, დაფარა მის სხეული დიდები და უკდავისული შთაბერა. ჩვენ ყველაფერი ეს შევდილცეთ, ვეურჩეთ რა უყავს. პირველ ყოვლისა, პირველ სოფელთა საკითხთან მერმე ჩვენს პირად ცხოვრებაში ვიგებთ ამას. და არ დასრულდებოდა ეს და არ დასრულდებოდა აქედან ჩვენი წარწმე და თუ არა უფალი ღმერთი, რომელიც თავად მოვიდა დედამიწაზე ხორჩესმით, რითაც ანგელოზებიც კი განაცვიფრა. ამგვარი თამდაღლობით მონის სხეული ბუნება მიიღო ღმერთმა. ყოველივე, მათ შორის სისუსტეები, მაგრამ შიმშილის ზნობა, დაღლის, ზილის მოთხოვნილება და სხვა გაგიკვირდება უფალს ჰქონდა დიახ, იმიტომ რომ ზმანებით კი არ შეისხა ადამიანური ბუნება, არამედ ჭეშმარიტად. და ჭეშმარიტად შეისხა ხორცნი. ყველაფერი მიიღო გარდაცოდვისა. და მიიღო ნეფსით სიკვდილით მართალმა იესო და სიკვდილით მოკლა სიკვდილი და დავისახა გზა, ვინც სიკვდილის დამარცხებელ ქრისტეს შეუდგება, რომელიც აღსგა დაამაღლდა და დააშდა მარჯვენა ღვთისა და მამისა და საბოლოოდ განასრულა ადამიანური ბუნების შესვლა ღვთიური მამის დიდებაში, თავადაც ამ გზას გაიგეს. ეს გზა უეჭველად გადის გოლგოთაზე. თუ არა გოლგოთა, არ იქნებოდა ბრწყინვალე აღდგომა და მერმე ამაღლება. ისე რომ თავისებური გოლგოთა საყვარელო ყველა უნდა გავიაროთ. აი ამაზე მშელობს ცოტა მოგვიანებით წმინდა მამა გრიგოლ პალამ. ტკივილები, უბედურება, შეურაცხყოფა, უსიყვარულობა, გნევას ფიზიკური გაჭირვება, შიმშილიც ზოგიერთ შემთხვევაში, განსაცდელება, ავადმყოფობა. აქ ძალზედ ბევრი განსაკუთრებით ბოლო დღის, იმიტომ რომ მრავლდება ავადმყოფობები ცოდვის კვალობაზე. ძალიან ბევრი ავადმყოფი მოდის. პრობლემაც იციან მაგალითად, რომ ავთვისებიანი სიმსივნე. რომელთაც მაგალითად იციან, რომ ერთი თვის შემდეგ გარდაიცვლებიან. სადმელთან საქმელად ადვილი, ამასაკუთარ თავზე წარმოედეთ, როგორ აფორია ხდებოდიან, როგორ აწყრიალდებოდნენ, როგორი შიშნეულობა შემოვიდოდა შეში თუ ნაკლებ მორწმუნე ხან ასულად მოურწმუნო. სული სიცარიელე გელოდება თითქმის მომავალში, მაგრამ არა ჭეშმარიტ ღვთისმოსავსა და მორწმუნე ადამიანს. შენი ვარ, მაცხოვრნე მე, აი როგორ სულიერ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს მორწმუნე. როგორც გრიგოლ პალამ ამბობს, არა მარტო ჭირვარამისთვის ემზადებოდეს დედამიწაზე, არამედ სიკვდილისთვისაც კი. ფაქტიურად არსებითად ადამიანის ქრისტიანის სიცოცხლე ეს არის მზადება მარადისობისთვის. თუ ჩვენ ეს გვესმის, თუ გულისხმობ ხავით ამ წლების განმავლობაში, როცა ქრისტემ მოგვიწოდა და შეძლების დაგვარად შევუდექით ქრისტეს, მაგრამ არა და შეძლების დაგვარად უფალს არ უნდა მიყვებდეთ. ანუ 10 წლებიდან მაგალითად 9 წელს ვფლებდეთ და ერთს ვარ ვებდეთ. ესეთი რამე სმენია ეკლესიაში, ერთ-ერთი მოძღვრის სულიერი შვილი იყო, ესე იგი თავშეკავები ცხოვრობდა მარხვებში, ცოლოსანი კაცი, როგორც კი მორჩებოდა, იწყებდა იმ დღიდან რუშობას. და იქამდე მიაღწია, რომ კურთხევა მივეცი, რომ წინამძღვარმა მის მოძღვარს დავაბარებინე, ველაპარაკეთ, შევაგონეთ, დაუთმით კიდეც და შევრისხეთ კიდეც, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და ბოლოს ვაკურთხე, რომ ბრევლიდან წასულიყო. იმიტომ რომ ბრევლში ორი ქალწული გახრწნა ამ გზით. ხო, ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით, არა, ზოგადად ვამ. აი როგორ შეიძლება ბოროტმა სულმა დაიჭიროს, შეიპყროს ადამიანი. მარხულობდა, ლოცულობდა ზოგჯერ მკაცრადაც კი დიდმარხაში მაგალითად, მაგრამ ავნებას არ ეხსნებოდა. და რა დამრჩენოდა როგორც წინამძღვარს. ჯერ ერთი რომ თავად გამოფხიზლებულიყო იმის გამო, მეორეც იმიტომ რომ აღარ გაეხსნა. ორი ტასი კვატი ტასი კონახა ბრევლში და გახსნა ისინი. საბოლოოდ ესენი წავიდნენ ბრევლიდან. გახსნის შეძლო. არც იმათ არ მიიღეს სინამდვილე.
დაიწყეს ლაპარაკი, რომელსაც პირად თავისუფლებას და მიერთი მოერთი ეს ფსევდოლიბერალური ზღაპრები, სასტურები მოსურა. ადვილი მოსასმენი არ არის ამ ყველაფრისა. მე ამდენი გაჭირვებულისა. ადამიანთან ასაკში როცა შედიხარ და თავადაც ავადდები, უფრო მძიმე ხდება ამათი მოსმენა. მაგრამ სად არის სხივი? სხივი იმედისა არის ჩვენ სარწმუნოებაში. სწორედ როგორც მოციქული პავლე გვასწავლის, ეს ღვთისმეტყველო სათნოება, რწმენა, სასუება, ანუ იმედი და საფუძვლიანობა სიყვარული კვებავს და ასუნთქლებს ერთმანეთს. უფრო მკაცრად, რწმენა შობს სასუებას, რწმენა და სასუება შობს საფუძვლიანობას. და როცა ადამიანში შემოდის სიყვარული, ანუ როცა შენში ქრისტეა და შენ ქრისტეში, შენთვის ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს საშინელი ხეთქებანი ტალღების ცხოვრებისეული, ყველა ეს განსაცდელი ტკივილები რაც ჩამოთვალე და ბევრი უფრო ვერ ჩამოთვალე, შენზე ასე გამანადგურებლად აღარ მოქმედებს. ერთი სული გაქვს, აი როგორც მოციქულები ევედრებოდნენ, რომ სული დაეხსნათ ხორცდაგან და გაეყვანათ სასუფეველში. ჩვენ ასე ვართ, მზად ვართ სიკვდილი, ადამიანი თუ სიკვდილისთვის მზად არის, მას უკვე მიუღწევია დიდი სულიერი სიმაღლისათვის, დიდი სულიერი საზომისათვის. რა თქმა უნდა, უდიდესი უმეტესობა ჩვენგან ასე არ არის. ზოგს სიკვდილი აშინებს, ზოგს სამშაბრო, ზოგს ჯოჯოხეთი, ზოგი შვილებს ვერ ეთხოვება ხორციელს, ზოგი სულიერ შვილებს თუ მოწვარია, მაგრამ ყველაფერი საყვარელო სინამდვილეში ღვთის ხელშია. და იმაზე ადრე არ გაგიყვანს, ვიდრე არ გამოავლენს თავის კაცმოყვარებას, როგორც ივანე ოქროპირი ამბობს სხვაგვარად რომ თარგმნო, სიკვდილი ყველასთვის დიდი სიკეთეა. მაგრამ ივანე ოქროპირი მსჯელობს, გაჭირვებული საცოდავი ადამიანი ხდება რამხელა ნუგეშიანისთვის სიკვდილი ყველა ამას დააღწევს თავს. და ასეთი გლახაკი ლაზარე უეჭველად მიდის სასუფეველში. ამას ის მსჯელობის ხალობაზე ამოწმებს. და როგორი ზოგიერთმა გულში იკითხა, ყველასთვის როგორ არის სიკვდილი, მაგრამ ცოდვილი ადამიანისთვისაც სიკეთეა სიკვდილი. პირველ ყოვლისა ცოდვილი ადამიანისთვის არის სიკეთე. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი დარწმუნდა რომ ის აღარ გამოსულა. არასდროს გავალ, კიდევ უფრო მეტ საფლავში ჩაეფლობა ცოდვისა. ამიტომ გახავს რომ მეტად ვეღარ შესწოდოს, ანუ მართალია წარწმდება, მაგრამ ისი არ დაიშება როგორც მე დაიშებოდა ყველა ამ ცოდვებთან რომელსაც შეიძებდა. რაც შეეხება მართალ ადამიანს, თუ მას გაიყვანს, როგორც თქვენ ამბობთ, დროზე ადრე, ის დროზე ადრე შევა, ბჭყალებში რა თქმა უნდა, დროზე ადრე შევა ზეციმ სასუფეველში. დროზე ადრე არ არსებობს. ღმერთი შემთხვევით კი არ აკურთხებს ანგელოზებს, ამა თუ იმ ადამიანს სული ამოვართვა. არამედ თავისი სიბრძნიდან, სიყვარულიდან, თვითუცოდვილესი ადამიანის მიმართ, უნანელისაც კი და განგებულებისა გადაწყვეტს ვინ გაიყვანოს და ვინ დატოვოს. ამიტომ ჩვენ როცა ვიწყებლებით და ვღიზიანდება ჩვენს ეკლესიურ მორწმუნეებს, რატო ტოვებს ამდენ ბოროტებას, რამდენი ბოროტი ადამიანი. ესე იგი ჯერ ერთი ამით შენ ამბობ, შენ არა ხარ ბოროტი, შენ ხარ კეთილი, შენ ხარ მართალი, რაც ამპარტავნება არის. მწვერვალია ამპარტავნების. მეორის მხრივ შენ რა იცი ის რომ სოლდავს დღეს ამ ღამით სინანულში არ ჩავარდება. როცა უფალი მოინახო. არა მე რა თქმა უნდა გამოცხადება თეოფანებს არ გულისხმობს ამ ცოდვილის მიმართ. არამედ დაიცი რომ სინანულს არ ჩავუდგეს გულში, მაგალითად როდესაც ავადმყოფობით, ციმი ავადმყოფობით მოინახოს. დიახ, წმინდა მამები ალბათ ავადმყოფობა ღვთისგან მონახულება ადამიანისა. და ეს ავადმყოფობა აქამდე რომ გალაკე აი ამ გულში წავიკითხეთ და ცნობილი ეგრეთ წოდებული პოპ-როკ ვარსკვლავი არ მინდა დავასახელო კონკრეტულად რომელი ჩეკდა მოხდა სისაძაგლებს ასახიერებდა სცენაზე გარდა მკუხმართი მელოდიებისა და ძიმეთა დაავა და ავთვისებიანი სიმსივნე და პირველად ვნახე მის საუბარში სიტყვა ღმერთი რომელიც აქამდე ღმერთს დასინოდა. ამიტომ ჩვენ არავინ არ უნდა განვეკითხოთ. ღმერთი არის წყალობელი მამა, ის ყველა შემოქმედია. მას უყვარს ყველა ცოდვილი ადამიანი. ზაქს ადამიანში ცოდვა და ცდილობს მადლით, იმიტომ მოგვიპოვა ქრისტეს მიერ, მადლით ცდილობს ადამიანი განწმიდოს და გაანთავისუფლოს შეპყრობილობისაგან. დიახ, ეს აქვე ის ცოდვები, რომელსაც განუწყვეტლი და დღენიადად ჩადიოთ, რომელიც უკვე ცოდვიდან მანკიერებებშიც კი გადაგვივიდა, ხოლო ქართული სიბრძნეალოს, ესე იგი, ჩვეულება ჯულზე უმტკიცესი, ანუ მანკიერება ამ ცოდვაზე უარესია. კიდევ ცდილობს ასეთები გაანთავისუფლოს, აძლევს დროს. თორე სხვაგან სამულში ამბობს უფალი.
ცისკარსაც მომსვეტი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა. მაგრამ წადით და ისწავლეთ ხორჩილოსული უფალი ამბობს, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. აი რატო ტოვებს ცოდვილებს. ამიტომ ჩვენ როცა განვიკითხავთ ცოდვილ ადამიანებს, ჩვენ თავად ღმერთს განვიკითხავთ. ესე იგი რატომ ტოვებ უფალო მას ცოცხლებში? აი მე მართალი ვარ. ტაძარში ვიარები, როგორც ამაყად ტიტულებივით ჩამოვთვლით ხოლმე აღსარებელი ვარ, მაზიარებელი, ეკლესიური, მაგრამ ნახე, ბევრი რამ აკლია ცხოვრებისეულად, მაქვს ავადმყოფობების მოწყენილობა, წუხილი, განსაცდელები, ეს კი ცოდვილია, ნახეთ რა გალაღებული ცხოვრობს, მაგალითად ბანკირი. ჩვენს გვაქვს არა, ცოდვილი ბანკირები, მაგრამ ღმერთი ტოვებს ცოცხლებში. აი ამიტომ როგორც მოგახსენებთ. ეგების ისმინოს ვინმე შეინანოს და შემობრუნდეს ჩემსკენ. ბოლოს და ბოლოს შენ ვინა ხარ ადამიანო, სხვის, ანუ ღვთისმონას რომ განიკითხავს. ღმერთის მიშვებით დაეცა, მაგრამ ღმერთს ძალით წამოაყენოს, ხოლო როცა აღარ დგება ადამიანი და ესე იგი ნატამალი არა აქვს სინანულისა, ანუ გამოსწორების იმედი, მაშინ ღმერთს ის გახკავს და ამითაც გასწმოყარებას აჩვენებს. აი ხედავთ როგორი ფილოსოფია აქვს ქრისტეს ჩვენგან განსხვავებით. სიყვარულის ფილოსოფია თუ შეიძლება ითქვას. მაშასე მოგვეთხოვება გლახაკნი ვიყვნეთ, მარხულობდეთ, ცხოვრობდეთ უბედურებებსა და მწუხარებებში, ჩვენი ცოდვების მიზეზი, ჯერ არს სიკვდილისთვისაც კი მზად ვიყვნეთ. და ამით ხდება ჩვენი გამოწრთობა. მაწყარი ადამიანი არასდროს არც იფიქრებს და მეტად არც იზრუნებს სულის ხონებისათვის. ის თვითკმაყოფილია, ჰედონისტია, ყველაფერს იღებს ცხოვრებაში, როგორც დიდარი, მაგრამ ელვისებურად თუ ამოართა სული ანგელოზმა და ვერც კი მიხვდა რა მოხდა მის თავს და თვალები აღიხილა, იგავში ნათქვამი, ანუ რომ თარგმნოთ ნიშნავს, გონს როცა მოეგო, აღმოაჩინა რომ თურმე ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვევს. და ისე იყო გამომშრალი, რომ აბრაამს ხოა მამად თავად და მის წიაღში ლაზარე დაინახა, რომელსაც ნამცეცის კი ენანებოდა მიწიერ ცხოვრებაში, რომ თითის მწვერვალი და ნახეთ როგორი ცუნცლიკა გახდა, როგორი თამდაბალი ეს უდარდელი მდიდარი, როგორი გახდა. თამდაბალობა გამოიჩინა ამ ნათქვამშიც კი აბრამ მამად თავს ახლა, მამაო აბრამ, ესე იგი მოაგონა რომ მე შენი თამდაბალი ვარ, მიანიშნა თითქოს. ლაზარემ იქნებ თეთის წვერო, ძველ ქართულად წვერალი ნიშნავს თითის წვერი დააწოს და ბაგიებზე მომისვას. რას ნიშნავს? ის წყალი, რომლითაც უნდა ბაგიებზე რომელიც უნდა მოესვა, არის მადლი. ესე იგი ეს მადლი სავსებით არ ქონდა მას, მაგრამ იყო რა უნანელი ცოდვილი და თვითკმაყოფილი ჰედონისტი, მორალურად მიხვდა, სად მიხვდა, არა დედამიწაზე, შვებეთნიერებაში, არამედ ჯოჯოხეში, ტანჯვის შავს, მიხვდა რომ იყო დიდად ცოდვილი და ზნეობრივად, მორალურად აღარ ქონდა უფლება რაიმე ეთხოვა მისი მამათავრისთვის, აბრაამისთვის, საიდანაც მოდიოდა ის, სხვებთან ერთად, სხვა ებრაელებთან ერთად. არამედ რა არის თითის წვერვალი, თითის წვერი ის დაეწო და მოესვა ბაგეებს. წყურვილი კი არ მოეკლა, ამის მორალური უფლება არ ქონდა. აი ასე ჩემო საყვარელი. იქ ადამიანი ჯოჯოხეთში ბევრს ტირს, განიცდის, იგონებს თავის ცხოვრებას. მეორე სხივი იტანჯება იმით, რომ აქვს გულის თქმები გაყვა, სულს გაყვა, ის სხეულს არ ახასიათებს. უნდა დაიწყოს მრუშობის გემოთმოყვარების თუ სხვა გულის თქმები, მაგრამ საგანი, რომლითაც იცხოვრობდა დედამიწაზე, სხეული აღარ გააჩნია, მიწაში გაიხსნა ის. არ გაყვათან იმ ქვეყნად. არ გაყვება არც სამოთხეში და არ გაყვება არც ჯოჯოხეთში. ვერ იქმაყოფილებს, რომ განუწყვეტლი ვარ, შინი და განუწყვეტლი ვერ ისრულებს. სიგიჟემდე მიდის. იტანჯება, სასუწარკვეთილია, წივის, კივის, მოგისმენიათ, აგიკითხათ ამასინან წლების წინ თარგმნე, ჯოჯოხეთი და სამოთხე უწოდე ამ კრებულს, თეოფანია გამოცხადებები ჯოჯოხეთიდან და სამოთხიდან. რას ხედავენ, რას აღიყვავენ, რას განიცდენ, მიუხვდ ყველაფრისა, ცდილობენ რა ზედმიწევრით აღწერონ, მაინც ალეგორიულ სიმბოლურად აღწერენ. არ ძალუთ გადმოსცემდა. ამ წმინდანებს კი არა, საყვარელო პავლეს, რომელიც მწვერვალია წმინდანების შეუდარებელი წმინდანი, პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში ცდილობს რა იყო რა სამოთხეში ატაცებული მესამე დღეს, ოღონდ არის უნდა სული მხოლოდ თუ ხორცთან ერთად ამბობს, ესე იგი ცდილობს რომ გადმოსცეს როგორია განცდა, ჩვენებურად რომ თქვა ადამიანს შთაბეჭდილება, რომელსაც იღებს ადამიანი სამოთხეში.
ეცადა, რომელიც არის განათლებული ადამიანი, ანტიკურ ხელოვნებას, ფილოსოფიას, ყველაფერს ჩინებულად იცნობდა. იცნობდა რაბინთა მოძღვრებას, წმინდა წერილს, ძველი აღთქმის წიგნებს. იყო მჭებრმეტყველი ქადაგებელი, რაც მის ეპისტოლეებს ჩანს, მაგრამ ასეთად განათლებულმა და რიტორმა ადამიანმა ვერ შეძლო გადმოეცა რა არის სასუფეველი და ბოლოს ეს თქვა, ეს ის არის, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, გული ვერ მოიაზრებს. გამოუთქმელია. ესე იგი რა გვითხვა უფალმა და ჩვენ ვითარცა პირუტყვი მოვხდებით, ჭაობში ვიღეჭებით, სიძვით, ანგარებით, კაცისყლით, მრისხანებით და ასე შემდეგ სხვა ნებებით, გულის სიტყვებითა და ცოდვებით. ამიტომ უპასუხო ვიქნებით ღმერთის წინაშე, სამართლიანი ღმერთისა, როცა გარდაცვალების შემდგომ დავდგებით მის წინაშე. და არ დაგავიწყდეთ საგვარელო რას შევაგონებს წმინდა წერილი. მართალი ძნელად გადარჩესო. თუ მართალი ძნელად გადარჩება, ჩვენაირი ცოდვილები სადმივლენ იქ სამჟავროსი. 21 საუკუნის თვით დაჯერებული, როგორც მე მას უწოდეთ, კომფორტული ქრისტიანები. ყველის გვინდა ბაბაც გვინდა. ამ ქვეყნიური ყველაფერი გვინდა მივიღოთ და რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის წიაღში სულ ცოტა გქონდეს განარდებული, როგორც თქვენ ამბობთ, ადგილი. ასეთი რამ არ მოხდება. ღვთისმშობლის მეოხება ძალზე დიდია, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს უნანელი და უარგესი ადამიანი სრულიად დაუმსახურებლად შევა სასუფეველში. ეს ასე არ მოხდება. აი როგორ შეგვაგონებს პავლესთან ერთად გრიგოლ პალამა თანაჯვარს ეცვითო უფალთან ერთად ყველა თქვენი გულის სიტყვებითა და მიტაცებებით, მიდრეკილებით. მას გრიგოლ პალამა აგრძელებს, თუ კი ყოველივე ზემოხსენებულს მზადყოფნით აღვასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ვირწმუნებთ ღმერთში. ამგვარად მოვიქცევით რა განმართლებით. ესე იგი, როგორც იგივე პავლე ამბობს, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ხოლო აღვიაროთ და გწამდეს, რომ ქრისტიანი ძებთისა ჭეშმარიტი ღმერთი მოსულ ჩვენ ცხოვრებ არ არის საკმარისი. არამედ საჭიროა ღრმად გწამდეს, ჭეშმარიტი რწმენით მართლმადიდებლობა რომ ქვია, აღვიარებდეთ და სისხლიც დავთხიოთ თუ საჭირო გახდა ჩვენი რწმენის შესანარჩუნებლად და დასაცავად და მესამე წმინდა და უბიცო ცხოვრებით ვიცხოვროთ. იმიტომ რომ ჩვენს რწმენას უხილავს, რომელიც ნიჩით გვეძლება ღვთისაგან, ანედლებს ჩვენი კეთილი საქმეები, ანუ ღვთისმოსაობა, სხვაგვარად რო ვთქვა, კრებსით. უბიწოება, სიმართლის მიმდევრობა და თავმდაბლობა აგრძელებს წმინდა მამა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ვიხდო ღვთისმცნებათა გულისთვის, ასევე ბოროტებათა ნებისმიერი სახის დათმენა ჩვენში რწმენას განამტკიცებს. აი თურმე რა განამტკიცებს ჩვენში რწმენას. ღმერთმა კი მოგცა რწმენა როგორც ტალანტი იგავისენით რო თქვა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში 5 და 10 ვარციოთ ეს ტალანტი. ბოროტმონასწავლე მიწაში კი არ დავრგათ, დავმარხოთ, არამედ დავფლათ, პროფესორად სახარებისეულად. თუმცა არსებითად ერთი და იგივე ეს სამივე გამოთქვა, არამედ ეს რწმენა უნდა ვაქნიოთ, ანუ ეს ჩვენი რწმენა უხილავი საქმეში მოვიყვანოთ, კეთილ საქმეებში გამოვავლინოთ და მათ მიერ კიდევ უფრო განვიმტკიცოთ სარწმუნოება. და ადამიანი როცა უკვე ხდება ჭური ღვთისა, სულიწმინდის სადგური, ღმერთშემოსილი, მას პირდაპირ მოთხოვნილება აქვს, იყოს ღვთისმოსავი, იყოს კეთილი. მას სიამოვნებს ეს. გულს გარეთ კი არ შადის მოწყალებას და მეტად რესხვის დასანახად ამაღლებულს კი არ თამაშობს, არამედ მთელი გულითა და სულით შეეწევა თქვა გლახაკს. მას ეს სიამოვნებას აყენებს. თანაუგრძნობს ამ ადამიანს ამ გზით. და რამდენია ჩვენ შორის ასეთი? ზოგიერთ ჩვენთაგან ხშირად მომისმენია საუბრებში, იმედი აქვს, რომ 21 საუკუნეა, საცდურები ძალიან გაიზარდა, ცდუნებები ძალიან ბევრია, გეთანხმებით ამ ყველაფერში. ამიტომ ჩვენ ალბათ უფრო შეგვიწყალეს ვიდრე პირველთა საუკუნეთა ქრისტიანებს. ეს არასწორი მშელობა არის. ეგ არის თვითკმაყოფილება, ეგ არის თავის დაბრმავება, ეგ არის დაღუპვა საბოლოოდ. აი ნახეთ წმინდა მამები, რომლის ასკეტურად ცხოვრობდნენ ჩვენთან განსხვავებით და არა გემოთმოყარევითა და ნაყროვანებით რას ამბობენ? რომ სულ რომ სიმართლეს იქმოდე და წმინდად ცხოვრობდე, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც გძულდეს, ღირსი არ ახარ სასუფევლის. ჩვენ არავინ არ უნდა გძულდეს. აი იგივე რო ახსენებ ფსევდოლიბერალები ჩვენ არ უნდა გძულდეს, მაგრამ უნდა გძულდეს მათი სულ შეხედულებები. ფსევდოლიბერალობა, მოკლედ ის ადამიანები არიან
გზაშესტომილი ცხოვარნი ქრისტესი. მათი წინაპრები, ჩვენი წინაპრები ლომებს ებრძოდნენ სარწმუნოებისა და მამულისათვის. და დღეს ტურების ჭამე ხშირად გვითხოვს. იწოდნენ სარწმუნოების ალში და ცეცხლში. სულს დებდნენ, არა მარტო სისხლს ანთქებდნენ, სრემლსა და ობლს. და აქამდე მოგვიყვანეს, რა დაგვემართა ასეთი. როგორ მოგვინადირა ეშმაკმა. აი როგორ დაგვემართა, იცი 60 წელიწადი რკინის გალიაში, საბჭოეთში რომ ისე უღმერთო იმპერიაში და კარი გავიღეს და ხეცებზე უარესი გავხდით. დევნის დროს ვინ არჩუნებდით რწმენას? აი პატრიარქსაც უთქვა თქვას გადაგებაში, მათ შორის მაღალი და პირველი თანამდებობის პირები სახლში იწვევდნენ ჩუმად, რა თქმა უნდა, სახლებს აკურთხებინებდნენ და კერძო საუბარში აღიარებდნენ, რომ მათ ღმერთი ყავდა. მიუყვანი ვარო და გადაუწევიათ ფარდა და აი ხატები მყავს სახლში, მაგრამ მალავე ასეთი იყო მაშინ, ესე იგი, წყობა, უღმერთო წყობა იყო და სხვადასხვა. მერცაც გეტყვი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი უღმერთო იმპერიის, იოსებ სტალინი იყო მორწმუნე ადამიანი. და როდესაც აღესრულა, გარდაიცვალა და პატრიარქმა წესი შეუსრულა, წესი აუგო, უკავო მოპრუნდა მისმა არქიდიაკონმა დასცინა უღმერთოს აუგეო წესიო და შერისხა პატრიარქმა ეს დიაკონი. შენზე მორწმუნე იყო. ახლა არ მინდა ვიღაც სიტყვის სტალინისტია. აი მაგრამ რუსეთზე თქვი გასულ ქადაგებაში ინტერნეტში დადეს რომ ამჩათ იგდებთ რუსეთს და გუზი ვერ შემოფრინდებოდა მან დროს ვერც თურქეთიდან და ვერც სპარსეთიდან და ვერც რომელიმე სხვა ქვეყნიდან. ეს ერთი სიკეთი არ იყო მხოლოდ. მონეტა საერთოდ ორი მხარია. ის რაც ცუდია, ზოგჯერ სხვა მხარეც თავის დაუნებურა თუნდაც. და დაწერა ვიღაცამ თურქეთ მითხრა პრემო რუსეთუნე. მე არც რუსეთუნე ვარ და არც სტალინისტი ვარ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ზიზღი და შხამი არ მაქვს სულში ჩაღვრილი და საგათ აზროვნების უნარი. სტალინის უდიდესი დამსახურებაა, რომ აღდგა ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიაში. თქვენ არ იფიქროთ, რომ დაიბარა და უბრძანა, ესე არ ყოფილა. რუსეთის პატრიარქი დაიბარა და მოუყვა ჩვენს ისტორიას, რომ ჩვენა ვართ უფროსი და ეკლესია. იყო უგანათლებულესი ადამიანი, როგორც პიკასო ამბობს, პაბლო პიკასო 500 წელიწადში ერთხელ იბადება ასეთი ადამიანი, გენიოსი. უგანათლებულესი ადამიანი იყო. შემთხვევითი როდია ისიც რომ გავცელა რომ მან ესე იგი საწამლავი წასხეს წიგნზე წიგნის კითხვა უყვარდა ჩვეულება ჰქონდა რომ ანერტიზე ნერვში ისველებდა და ისე ფურცლავდა გვერდებსო რაღაც საფუძველი ალბათ აქვს მაგრამ ეს არგუმენტად რა თქმა უნდა არ გამოგვადგება და არც მე ვცდილობ რომ ადვოკატად დაუდგეს და თვას ეს არ სჭირდება ადვოკატად ერთხელ დაუდეგი საფრანგეთში ქალაქ ანჟეში მე მოგიხევით თუ არა არ მახსოვს სიტყვამ გაგვიტაცა და ესე იგი კულტურული საზოგადოება იხდებოდა და რამდენჯერ მეთხოვეს იქ ჩასვლა და უზრუნველყოფდა ჩაფლულ ხარ დიაბეტი მაგდა მიჭერს საერთოდ არ მეყვარს რომ იმდენი მეთხოვეს რომ ამდენი და ქართულობის სიყვარული და იქიდან რომ მართლაც უკან წამოვედი ფრენისო ძალიან სვლა და სტივარდესებმა მოხედეს ასე თქვათ რა დენაც უნდა გავხდე ფიზიკურად ხო და იქ იყო მერე შეკრება და მათ შორის ფრანგებიც იყვნენ მათ შორის ინტელიგენცია ფრანგული და სხვა და იყო ერთი მოხუცებული ცოლქმარი ცხვირით იცნობა ებრაელი პირველ ყოვლისა ებრაელი ცოლქმარი იყვნენ მოხუცებულები და როცა საქართველოს ისტორიაზე ეკლესიის ისტორიას საუბრობდი და ესე იგი ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ჩემბრელი იყო და სიტყვა მან დამიტყო და უხერხული კითხვა დაუსვეს ამ ებრაელმა ცოლქმარმა ცინიკური სიცილი დააყარეს და უთხრეს აბერტი სტალინზე რაც ხალხო იქიდან ახარ ეხლა უხერხულ მდგომარეობაში მისი ძმა იყო ელჩი საფრანგეთში და ასეთ კითხვას აძლევდა ტყუილს ვერ იტყოდა სიმართლეც შეიძლება ერთის და მეორე ორი ეცვა დაესაჯათ თავისებურად ხო და გამოსავალი ნახა მეგრელი იყო და მეგრული გამოსავალი ნახა აი მამა არჩილი იქიდან არის წარმოშობითო მისი გვარი გორის რაიონიდან და ის გეტყვიტო და ხო ვიცი რომ საყვარელია ჩემთვის საფრანგეთი ბრიტანეთი არ არსებობს თავარია ჭეშმარიტება და სიმართლე შვიდა წყნარად დაულაგე ყველაფერი რომ სიცრუეში ხარ შეყვანილი მეთქი და ქრისტომატიებიდან ის რომ თუნდაც ჩვენს ისტორიას მეთქი თუნდაც ამ პიროვნებამ თქვენგან დავიწყოთ ერთი აქ რო ჩამოვედით მე ვიცოდი და ძალიან დელიკატური ხალხი ხარ თავაზიანი და ასეთი უწახტო და კითხვას თუ დაგვისვამთ ნამდვილად არ ვიფიქრებ მაგრამ რა ჩვენ კითხვას არ გავექცევით უპასუხებ მეორე ხრი დავიწყოთ თქვენი დიდი ავტორიტეტი დეგოლი
ჩერჩილი, რუზველტი, 2-3 ეპიზოდი მოვიგონე სტალინთან მიმართებაში. აი თეირანში შეხვედრა და ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ სტალინი რომ შემოვა ფეხზე არ ავდგებით. პროტესტის ნიშნად და უპატივცემულობისა. სტალინი რომ შემოვიდა, ყვებიან, წამოვდექით და ჯარისკაცებივით გავშალეთ ხელები. არ ვიცით რატო. და მე სტალინმა ხიბლა დაბრძანდით და დასვა. გესმით თქვენ? ეს პატარა მომენტი. ხო და რას ამბობენ მეთქი, რომ ასეთი ადამიანი იშვიათად უყოფილა საუკუნეებში. ამას ისინი ამბობენ. პიკასომაც რა თქვა მეთქი, მართალია იჩემეთ ფრანგია სინამდვილეში ესპანელია მეთქი, კარგი თქვენი იყოს მეთქი, ბაწყობს ეხლა მეთქი საუბარში, თქვენმა ფრანგმა პიკასომ რა თქვა, 500 წელიწადში ერთხელ იბადება ასეთი გენიოსი. გაღიზიანდნენ ეს მოხუცები. და მე მოვყვევი ნამდვილ ისტორიას, იგივე აი ახლა რაც წინან შევწყვიდეთ. რა დიდი მე არ ვეთქვი რომ ბოროტებები არ ხდებოდა და სხვა მის დროს. ან თუნდაც მას შეცდომები არ ასეთი მე მეცაც მოგიყვებით საგვარელო რამდენად სარწმუნოებით ეს არის ისტორიული მონათხრობი და დადასტურებული ცოცხალი პირებისაგან. სტალინი 11-ჯერ გადაასახლეს ციმბირში, 11-ჯერ გამოიპარა იქიდან, გამოიქცა, ერთხელაც როცა გამოვიდა დიფტოლობა იყო იმ ზამთარს, გზა აებნა, არავინ არ დახვდა და ესე იგი დაღლილობისაგან და ყინვისა უგონოდ დაეცა და ცნობა დაკარგა. გონს როცა მოვიდა აღმოაჩინა რომ ვიღაცის ქოხშია და ეს ვიღაც აღმოჩნდა რუსი ბერი, განდეგილი, რომელიც თურმე მას უვლიდა და ბუნებით ბალახეულ წამლებს, რომელსაც ის ფლობდა ხელოვნებას, კურნალობდა და განკურნა კიდეც. და არა მარტო განკურნა, აღმოჩნდა რომ ამ ბერს ჰქონდა წინასწარ მეტყველების ნიჭი, მოპოვებული თავისი ასკეტური ცხოვრებით. დაუყავდიო ძალიან ბევრი სიარული მოგიხდებაო ამ მდგომარეობაში და ამასობაში მიყვებოდა მომავალ ისტორიას რუსული იმპერიის, როგორ იქნებოდა, ის როგორ გახდებოდა პირველი პირი, რას დაავალებდა. აი ბუშინმე მოვისმინე სტალინის ლექსი. ვინ მართავდა მას? ძალიან გთხოვთ, მოიძიოთ და წაიკითხოთ. ის აღიარებს, რომ ის იყო ღმერთის მონა და მისნებას ასრულებდა. და ბევრი რამ ეხლა რა თქმიდა ეს ასე გამოწვლილი მოყვე ამ ადამიანს ჩვენ ადვილებს ქარები ვარ განკითხვაზე, მაგრამ ის რომ რამეს წაიკითხეთ უნდა მისი ანდერცი, რომელიც დატოვა. ძალიან ხო, რა წერია იქ. ეს იყო ღვთისმოსავი ადამიანი, მე გელათში რო იყო გაგრიდან ჩამოვიდა, აქ ისვენება ხოლმე გაგრაში. დაიბარა არქიტექტორით და კითხა. აქ შეიძლება რომ გელათის კომპლექსი, რა თქმა უნდა არა კომპლექსი, რადგან დაამახიჭა ცოტა მოშორებით, პატარა ორსართულიანი სახლი აშენდეს. იქ უნდა მას დარჩენა. მეორე სართულზე მე ვიქნები, პირველზე დაცვა. ან რასაკუთრებია თქვენი საზრით, რატო გავცემდა რომ იოსებ სტალინი, ნამდვილი სტალინი, ბერად აღიქვეცა და სოხუმის უდაბნოში განდეგილად მოღვაწეობდა და იქ აღესრულა, რომ მოკლულ იქნა მისი ორეული და ასე შემდეგ. ეს არის ბუნდოვანებით მოცული. მისი ანდერძი ასე იწყება. რა თქმა უნდა, დადგებათ რომ მე გარდავიცვლები. შენ საფლავზე უამრავ ნაგავს დაახვავებენ, მაგრამ დაბერავს ქარი თავის და ნაგავს გადაყრის. ანუ გამოჩნდება სინამდვილეში ვინ იყო ეს ადამიანი და მისი საქმეები. მის მიმართ ეს კამპანია პირველ ყოვლისა სიძულვილის და შეურაცხყოფის გაავრცელეს სიონისტებმა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელმაც რუსეთის იმპერიაში დაამარცხა სიონიზმი და ტროცკის-სარგულისმო მხოლოდ. ყველა რევოლუციას რუსეთში ებრაელებმა მოახდინეს, ტროცკისტებმა. და ასე შემდეგ. და კაი ხანს ხელისუფლება ხელში ქონდა ჩაგდებული, ვიდრე იდიოტი ნიკიტა ხრუშჩოვი არ მოიყვანეს სათავეში. და ვინ იყო ეს კაცი, მე აღარ ვიცი. ნიკოლოზ მეორის დროინდელი ვალები უხატა ამერიკაზე. მე პატარა ვიყავი ბავშვი, არასდროს დამამისლება მისი მმართველობა. მისი კლანჭები ჩვენ შევიღო, რა თქმა უნდა. როგორი სანატრელი იყო პური, თან მე ვიყავი მუშის შვილი, მეტალურგი იყო მამაჩემი, რუსავის მეტალურგი. ესე იგი, ხელფაც რომ ავინებდი, ორი კვირა მქონდა ზეიმი ბავშვებს, პატარები ვიყავით, რომ პური გვექნებოდა და რაღაც პატარა საჭმელი. და მე იწყებოდა ყინეული დღეები, მთელი ორი კვირის განმავლობაში. პურის რიგები, ჩემი ასაკის ხალხს უფრო ასაკოა, სახსოვს თუ არა? რა საშინელება იყო. პური შავი სანატრელი იყო, მამაჩემი ხელს მოუჭერდა და ესე იგი გაბრაზებული დაახეთქებდა, რას გვაჩნებენო. და ამ დროს პურის ქვეყანა იყო მათ შორის საქართველო. თავად რუსეთში, უკრაინაში. პურის ქვეყნებია. და შიშილობას განიცდიდა ხალხი. და მრავალიც სხვა. ეხლა აღარ ვიტყვი რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში, მაგალითად შეერთებული შტატების ხელისუფლების დაზვერვის პროექტში იყო რუსული იმპერიის დარღვევა, რაც მოხდა კიდეც.
და შემდეგ ესე იგი ყოველივე ის რაც ჩვენს თვალში აღესრულება მთელი მსოფლიო მომართვა რუსეთო მე ვარ და თორე იმედო ვლაპარაკო ფაქტია პირდაპირ ეს ვითომ თვითმარქვია პრეზიდენტი რა ვერ დააჯერეს რომ აღარ არის პრეზიდენტი ეხო მავნებლობა ისევ განაგზობს უარი საერთაშორისო დონეზე ეს ამბობს რომ ჩვენ რუსეთი უნდა დავასუსტოთ გახსოვთ მისი სიტყვები ციტატა მომაქვს და ესაც იგივე საგრძელებს რუსოფობია არის მოდებული მთელს დედამიწაზე მოგწოთ არ მოგწოთ მე ხედველობაში მაქვს თქვენი შეხედულებები და ფსევდოლიბერალებს პირველ წინასწარმეტყველთაც იქნები რა როლი აქვს რუსეთს ღვთის წინაშე მოგწონთ თუ არა პაისი ათონელი ვახსენე შესავალში თარგმნეთ მისი დაუსტომელი იცით მისი წინასწარმეტყველება ბერძნებს რა უწინასწარმეტყველა თურქები როგორ შევლენ ხმელთაშუა ზღვაში როგორ შემოადგამენ ხომალდებს სანაპიროებს და უბრძანებს ერთი ტყვიაც არ გაისროლოთ ისე მოვიგებთ ამობს და გაუკვირდათ როგორ ჩრდილოეთიდან შემოვლენ ხმელთაშუა ზღვაში როსები არიან რუსები და ისინი გასცემენ პასუხს თურქეთს გაანადგურებენ ერთ-მესამედს საერთოდ ამოწყვიტავენ მესამედი გაიქცევა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ისტორიულ სამშობლოში ცენტრალურ აზიაში მესამედი გაქრისტიანდება იბერიულ კავკასიური მოდგმარი ლაზები ანუ მეგრელები რომელიც 10-დან 12 მილიონამდე არიან გურჯები 3-დან 4 მილიონამდე ჩერქეზები და აფხაზები არააფსოები აფხაზები ქართველური მოდგმა არის რომელიც მოხაჩირონის დროს გადავიდნენ აფხაზეთიდან საქართველოს ეს ძალები არის და ესე იგი რომლებიც გაქრისტიანდებიან ბოლოს და ბოლოს მათი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალება იქნება მიიღონ ქრისტიანული რწმენა უარყონ მაჰმადიანო რომელიც ძალით მოახვის სულთმოქმედებას ხსენება იყო მაგრამ 10,000 აჭარელი მოწამე რომელიც თურქებმა აწამეს და მარტო 10,000 წაიკითხეთ მათი ყოფა-ცხოვრება დევნარო იყო დღემოლა იყო და ღამე მღვდელი იყო და ნათლავდა და ჯვარს წერდა და ჭაც რომ აცხობდნენ ქართულ ჭაც ჯვარს ასვავდნენ მას და ამ გზით მაინც ეს არის ის იყო ამსარებლობა გამოხატავდნენ თავიანჩინიდან რწმენას ვიდრე საბოლოოდ არ გაამაჰმადიანეს ნაწილი ამოხოცეს ვინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში ესე იგი გაამაჰმადიანეს ძალით მაგრამ ეს სამართლიანობა აღდგება უკანასკნელ შარს კარგი ძალიან შორს გავიტაცა სიტყვა მაგრამ არ თუ უსაგებო თქვენთიკო და არ თუ უსაგნო მიუბრუნდეთ წმინდა მამის სწავლებას ჩვენ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე რომ ვიბანკულოთ მილოცოთ განმისმინდოთ და არ ვიყვარდეთ სამშობლო ასეთი მიმართულებაც გაშდა თვით სამღვდელოებათა შორის ზევიდან ირონიულად უყურებენ რომ თურმე კონდეს ეროვნული გრძნობები გიყვარდეს სამშობლო და შენიერი ეს ყოფილა სამშვინველის დონე ანუ დაბალი დონე ამას ერთ-ერთი არქიმანდრიტი მათი გურუა მასწავლებელი ამფრთისა სამღვდელოს ამფრთისა არცელებდა და პირში მყავდა ამხილები და მამა გაბრიელს ყავს ჩემამდე პირში ამხილები ჯერ კიდევ სემინარის სტუდენტი ვიყავი როგორ გონებას ამ მომავალ მღვდლებსო და აურია კიდეც ნაწილს ქართველი არ არის წარმოშობით გამგები გაიგებს რა მნიშვნელობა ვინ არის და არა მარტო ის არის ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალიც სამშობლოც ჩვენი ქართული მეობაც პატრიარქმა ტყუილად მოდი მოგეწონა ღმერთი სამშობლო ადამიანი ანუ ეს პერიფრაზირება ილია მართლის სიტყვებისა მამული ენა სარწმუნოება ბასილიდიც უყვარდა ნეტავ სამშობლო გრიგოლ ღვთისმეტყველს მოციქულ პავლეს ასე მალ რომ ვახსენებ მათას და ყველა წმინდანს უყვარდა თავიანთი სამშობლო აი მაგალითად ბასილი დიდის ეპისტოლეებში ჩანს როგორ მისე რა ნახევრად წვალებელ იმპერატორს და სთხოვდა რომ მისი სამშობლო არ დაეჩაგრა და სპილენძის გადასახადები 100 არ დაემძიმებინა ესე იგი ხალხს ზრუნავდა მათ სოციალურ რომარი ამაში გამოხატა სიყვარული მერე წაიკითხეთ მისი როგორი გულის ტკივილი წერს თავის სამშობლოზე გრიგოლ ღვთისმეტყველსაც ყვარებია თურმე ზოგიერთების დაუჯერებლად პავლე მოციქული რომელიც წერვალია მოციქულებისა უპირველესი წმინდანია მასაც ასე უყვარდა სამშობლო ნახეთ რა საუბარი თავად ღმერთს მიმართავს დე მე შენი მოციქული ჯოჯოხეთში წარმგზავნე ჩემი ერი ისრაელიანები აცხოვნე ესე იგი როგორ უყვარდა საკუთარი ერის შვილები რომ მზად ჯოჯოხეთში წასულიყო მათ ნაცვლად ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს და როგორ ეხლა
შენ მათზე მეტი სულიერება გაქვს პავლესზე, ბასილზე, გრიგოლზე და წმინდა მამებზე, რომ არ გიყვარს სამშობლოდ ზევიდან უყურებ. ზოგს დღეს ქართველებს ეზიცხებათ საქართველოს, რა მინდა საქართველოს, გაჭირვებულ საქართველოს. მე ერთ ქადაგებაში მაგალითი მოვიყვანე. საქართველო არის ჩვენი დედა. ამაზეც ეცინება თუ უკვე. ქართლის დედაზეც და ასე შემდეგ შაირობდება. კეთილი. აი დედა გაგიხდა ავად. და შენ წასული ხარ იტალიაში. მაკარონი გიყვარდა და იმად წახვედი. იუმორით რო თქვა. და შემოგითვალეს რომ დედა არის მძიმე თუკვე და ენატრები და ეთქოს დაბრუნებას. იცი რა არის ეხლა რომ მე სამსახური დავტოვო, ვეღარ ვიშოვი, აცნელად ვიშოვი და ასე შემდეგ. თქვენ მოუარეთ და რო ჩამოვალ პატივს ვცემთ. ან დედმამიშვილებს ეუბნება გარდა იმისა, მეზობლებს ეუბნება ის გასრამეს. სულად უცხო ხალხი. რომ თქვენ მოუარეთ და რაც დარჩება, რომ გარდაიცვლება, უკვე გამოუტანა განაჩენი, სახლი, კარი, ყველაფერი თქვენი იყოს და სინამდვილეში როცა დედა გდება, პირველი დღიდან იწყება არა იმაზე ზრუნვა, რომ ილოცო მისი სულისთვის და ასე შემდეგ, სადმე აბანო მიწა, არამედ იმაზე, რომ ვის დარჩება სახლი, სოფელში ნაკვეთი, იქაც თუ სახლი აქვს და ასე შემდეგ. ფიგაროს ეს, აი ესეთი ხალხია. ამებზე ისინი ზრუნავენ, რა თქმა უნდა. როგორც ქართლში იტყვიან ხოლმე ქართველი ვარ, თან არ წაიღონ საფლავში და რაიმე, ვის რა წაუღია რომ მაგაც წაიღო, ან რაში გამოადგებათ იქ, ესეც საკითხავია. ისე რომ სამშობლო დიახაც უნდა გვიყვარდეს. გავაგზავნოთ წმინდა გრიგოლ პალამასთან. მას უბიწუება, როგორც ვთქვით, სიმართლის მიმდევრობა და თამდავლობა, რომელსაც ჩვენ ვიცავ და ვიქვთ ის ცნებათა გულისთვის, ასევე ბოროტებათა ნებისმიერი სახის დათმენა ჩვენში რწმენას განამტკიცებს. საკუთარი სიკეთეების სხვებისთვის მიწვნა, ასევე სხეულის გადაცემა ბოროტ გვემულობებისათვის მარხვისა და ფხიზლობის გზით და საერთოდაც საკუთარი თავის ჯვარცმა, საკუთარი ნებებითა და გულისხმებით იმისი მტკიცებულებაა სწორედ რომ ჭეშმარიტად წამს ქრისტეს აღნათქვებთან. ეს თუ კი შეიძლება ამგვარად გამოთქვათ, ღმერთს ჩვენს მოვალეს ხდის და ავალდებულებს მას მოგვაგოს საუკუნო და უხრწნელი ცხოვრებითა და საზრდელით და დიდებით მისი საწმენდით. ესე იგი ის რომ ჩვენ ასე თავშეკავებით წმინდა რომ ღმერთს ვალდებულს ხდის რომ ჩვენ მოგვაგოს თავისი აქვე პირველი საზრდელს გულისხმობ ყველა თავისი იქეთ აი ამბობს რომ უხრწნელი ცხოვრება ეს გასაგები და საზრდელი ძველ ქართულად საჭმელია. ამავე ქადაგებებში ვულგარულად ესე იგი დაბიურად თქვა საჭმელი ცოტა უცუდად ხდება, ამიტომ ძველ ქართულად ჩავწერეს. თარგმანში საზრდელი. რა შეიძლება იყოს საზრდელი ანუ ჩვენებურად საჭმელი სასუფეველში. რადგან პავლე მოციქულებს იქ საჭმელი სასმელი არ არის. რა თქმა უნდა, მიწიერი საჭმელი სასმელი არ არის, მაგრამ იქ არის ნეტარება და სიხარული. აი ეს არის სულიერი და არის ნათელი ქრისტესი, რომელიც ასაზრდოებს ადამიანს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქრისტეს ღვთაებრივი პირის სახის განჭვრეტა, რომელიც სასუფეველში არის დაუღამებელი მზე, არის ნეტარების წყარო არა მარტო წმინდანებისთვის, არამედ თვით ანგელოზებისთვის. აი ეს არის მისი ნათელი, რომელიც მისგან გამოგრდება მორწმუნეებზე და თვითონი იმდენად და იმას აღიქვამს, რა სიწმინდესაც მიაღწია, იმიტომ რომ ცხადასი არსებობს როგორც წმინდანების ესე ანგელოზების, შეიტყობენ ამ ნათელს. ამ ნათელზე სწავლების ერთ-ერთი დიდი დამცველი როგორც შესავალჭუპი თავად გრიგოლ პალამა. თუ კი ჩვენ ნამდვილად ვენდობით ღმერთს, მაშინ ეს გვანიჭებს დაცვას ხორცელ, აი თურმე რაც გვანიჭებს, რომ არა მარტო წამს, არამედ დობალვას მისი, რომ აი მაგალითად, როცა განსაცდელში ვარდებით, მინდობილი ვარ ღმერთზე. სასუება ვარ. ღმერთის დაშვების გარეშე და ნების არაფერი არ ხდება. რა კი ღმერთმა დაუშვა, რომ დაავადე, ჯერ ერთი ეს არის გამოძახილი ჩემი პირადი ცოდვებისა, მეორეს მხრივ ეს არის წამლობის საშუალება. რადგან როგორც იოანე ღვთისმეტყველის პირით ამბობს უფალი სული წმინდის მადლით, მე ვინც მიყვარ, იმას გვემა და განვაგდებ ჩემგან. ეს არის ავადმყოფობა და განსასწრებელი, გვემა უფლის მიშვებით, რომელსაც საბოლოოდ მოაქვს ადამიანისთვის განწმენდა სინანულის გზით. ნუ მაღლოენ კაცო, მოგმართავს უფალი და რომ არ ამაღლდე, თხლე შენს თავზე, ანუ განსასწრებელი და ავადმყოფობა არ დაილევა. აი ამიტომ თუ ჩვენ ეს სწორად გესმით და რა გიუგვე გესმის 1000 მადლობა ღმერთს თვით ავადმყოფობებისთვის
განსასწრებით. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ გაღებული ლომის ხახაში თავი შეყო და თავად ვეძებოთ განსასწრებელი, მაგრამ თუ ღმერთი დაუშვებს და ღრმად წამსვობს სამყაროს შემოქმედის ნებისა და დაშვების გარეშე არაფერია, თავი მოუდრიგო, აი წმინდა მამები სწორედ ასე გვასწავლენ, როგორ გადავიტანოთ განსასწრებელი. თავი დაუხარო და მაგალითი მოყავს ერთ-ერთ ათონელ ღმერთშემოსილ მამას. მაგალითად ქარიშალი თუ ატყდება ლელქაში, თუ თავს არ მოუხლისო, გადაწყდებაო. მოდი ჩვენს თავი მოუხაროთ განსასწრებელს, რადგან როცა გადაივლის, გავსორდეთ ისევ. აი ჩინებული შედარებაა, ძალიან მარტივი და თვალსაჩინო. მაშინ კი ჩვენ ნამდვილად ვენდობით ღმერთს, მაშინ ეს გვანიჭებს დაცვას ხორციელურ ნებათაგან და ხაფანგებისაგან, რომელთა ჩვენს გზასემ საყვარისულები გვიგებენ. ალბათ ზოგიერთის გონებაში იფეთქა მოგონებამ ანტონი დიდის ცხოვრებიდან რა კი ხაფანგები ვახსენეთ. ჩემთან თავად ეს ასე მოხდა, მაშინაც როცა და ახლა როცა მოგახსენეთ. ერთხელ ანტონი დიდმა ლოცვაში ღმერთს თხოვა ეჩვენებინა რა ძალები ებრძვიან ბერს და რა ძალები იცავენ მას. და ის ბერებზე თქვა ეს ისმის მორწმუნე ერისკაცებზე, თუმცა ისეთი ბრძოლები ჩვენ არ აქვს როგორც განდეგილ მამებს და ბრძოლები. მოწყენილობის, აპარტაუნების, ხიბლიანობის და სხვა და სხვა. იმიტომ ხშირად ეჩვენებიან ეშმაკები არა მარტო მზარგვარის სახით, არამედ ნამდვილი იერითაც და სხვა და სხვა. მოკლედ ითხოვა ღვთისაგან და ითხოვდა რა წმინდანი ღმერთმა გამოცხადებით აჩვენა. უდაბნო, რომელიც უამრავი ხაფანგით იყო დაფარული. და შეძრწმუნდა ანტონი დიდი. ნუ თუ ყველა ეს საცდურები და ხაფანგები ელოდებაო, ბერმონასო ზედამიწაზე. და ღმერთო ეჩვენებინა რა ძალები იცავდა ყველა ამ საშინელებისაგან. და ღმერთმა აჩვენა აურაცხელი დასი და დასი გუნდი და გუნდი ანგელოზების და ხმა იყო ზეცი, რომ იმაზე მეტი იცავდა ბერს, ვიდრე ებრძოდა ეშმაკი. მადლობა შესწირა ანტონი დიდმა. ისე რომ ჩვენს გარდა ჩვენი პირადი ანგელოზებისა, რომელიც ღმერთმა ნათლის ღების შამს დაგვიდგინა, გვიცავენ სხვა ანგელოზებიც. თქვენ იცით, ანგელოზთა ბუნება როგორია, მათი ასე თქვა დავალება ღვთისაგან როგორია, თვითონს თავისი ნიჭილისა, თავისი დავალება, რადგან ისინი არიან მსახურისულები შორის ღვთისა და შორის ადამიანისა. აი ერთი ანგელოზები ღვთის სიტყვის ქადაგების ნიშს აძლევენ, სხვები კურნების, ვის მახარებლობის და ასე შემდეგ. და ყველა ეს ნიჭები, როცა ანგელოზებს აძლევს და წმინდანებს, ერთ რამეს ემსახურება. ადამიანების მოქცევას, სტომილებიდან ჭეშმარიტების ხონისაზე დანელებას. ესე იგი, როგორ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, რომ ამსახურებს მთელ ზეციურ ძალებს, მათ შორის მთავარ ანგელოზებს, მიქაელსა და გაბრიელს, უპირველეს ანგელოზებს და 900 წმინდანებს. ის მათი სახით თავად უფალი ემსახურება მათ. ესე როგორი თავდაბალია, არა მარტო აქ მოვიდა ხორში მიიღო მონისწეული ბუნება და გვემსახურა და მორჩილი იყო ზეციური მამისა ამ განგებულებაში ვიდრე სიკვდილამდე, როგორც მოციქული პავლე ამბობს, არამედ დღემდის ემსახურება ჩვენი გადარჩენის საშუალებას. ყველა ეს ანგელოზი, ყველა ეს წმინდანი მისნებას აღასრულებს. მისი მადლით სარგებლობენ ამ საქმეში. მისი ნათლით არიან განათებული. როგორც დიონისი არიოპაგელი ამბობს, ანგელოზთათვის სულიერი საზრდო წერალო ვახსენეთ, არის ის ნათელი, რომელსაც სული წმინდა ღმერთისაგან იღებენ ისინი. და ეს ნათელი, ეს მადლი ქრისტემ მოგვიპოვა. მამამ წარმოგზავნა, თუმცა როცა მამამ წარმოგზავნა, ხოლმე იპოსტასურად მამა მაღლა დგას წესზე და სულიწმიანს თორე მამაზე და სულიწმიანს სხვაფრით ყველა მხრივ არის თანაარსი. ზე მორჩილება ხო ვიდრე სიკვდილამდე და სულიწმიდა მოგვიპოვა დაკარგული მადლი, რომელიც ერთმესალე დაცემულ ზეციმ ძალებს წაყვარა, წარმოსტყევნა, როგორც ფსალმში იყო ათეული საუკუნეები და დღე წინასწარმეტყველება და ესე იგი ლაგამი ამოსტო სიკვდილს და ეს მადლი სულთმოფენობის სახით დაგვავრქვია ახალნერ ქრისტეს ეკლესიას. და დღეინდელად დღეებში პირუყოვლისა განახლება ამ მადლის და გამრავლება ხდება ემბაში ნათლობისა, მერმე და მერმე სხვა საეკლესიო საიდუმლოებში, თუ ჯერ უნდა ცხოვრობთ ქრისტიანულად თავშეკავებით და ერთიანად სულ ერთიანად ღვთისმოსავ ეკლესიურ ცხოვრებაში. და ეს სრულყოფილება ადამიანის და მადლით გამდიდრება არ თავდება სიკვდილით. ის გრძელდება საუკუნოდ უკუნისამდე.
აი მაგალითად ბასილი ჩვენ გახსენებული გრიგოლ ღვთისმეტყველი გრიგოლ პავლემოცი უდიდესი სიწმინდით გავიდნენ ამ სოფლიდან სიცოცხლეშივე უდიდეს სიწმინდეს ატარებდნენ მაგალითად ბასილი დიდი ხორციელი სახით ხედავდა სული წმინდის გარდამოსვლას ევქარისტიის კანონში წინადაგების სხვენზე და მრავალიცა სხვა აღარ მოყვება მაგალითად პავლეს სიცოცხლეში იყო ატაცებული და მრავალიცა სხვა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ მადლით შევიდნენ რაზეციურ სასწაულში ეს მადლი შენარჩუნდება მათზე ამგვარად საუკუნო თუკუნისამდე გაგრძელდება მათი მადლით გამდიდრება ღმერთმა ადამიანში ჩადოს სრულყოფილების უნარი და სრულყოფილება ადამიანში ხდება სული წმინდის მადლით რომელიც მამის სულია მამის ძალია მისი სულის ძალია და ქრისტეს უნებებით მოგვეპოვა ჩვენ ამ ყოვლადწმინდა სამებისგან გამდიდრება ამ ნათლით სიხარულით შესაბამისად და ნეტარებით დაუსრულება გრძელდება უკუნითი კურისამდე და ისეთი მადლია რომ აკი გითხარი საყვარელო თვით პავლემ ვერ გამოთქვა რა არის ეს რაოდენ მჭერმეტყველი და განათლებულიც არის როგორც საერო ესე საეკლესიო თვალსაზრისით ესე იგი რა გვაქვს აღთქმული ადამიანის შეზღუდულ გონებას ამისი წარმოდგენაც კი არ ძალობს მაგრამ როგორც პეტრეს და ძმებს ზებედესებს შეეხო ეს ნათელი და მადლი თაბორის თაზე ფერიცვალებას გულისხმობ და ჩავარდნენ ნეტარებაში თავდავიწყებაში და როგორც ნათქვამია იოანე მახარებელი და არც კი იცოდნენ რათა მომდენ ერთი მათგანი სამასგანის და თავად იოანე მახარებელი იყო აი ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რაღაც ნაპერწკალი შეეხო მადლის და მწვერვალი მოციქულები თავდავიწყებაში და ნეტარებაში ჩააგდო რა მადლი აქვთ იმათ ვინც უკვე სასუფეველშია და ეს მადლზე მატულობს დაუსრულებლად წარმოდგენაც კი გვიჭირს ადამიანებს ანუ რისთვის ავართ მოწოდებული და ჭაობში ვღაფავთ სულს სოდვებისა და არარაობისა ასევე ღვთისადმი ნდობა აგრძელებს წმინდა მამა გვიცავს ვნებიანი ადამიანებისაგან რომელთაც ჩვენი ჩათრევა სურთ ვნების წარსაწმედელში და ასეთი ადამიანები ხო დღეს გამოსული არიან ამ სოფლად ყოველ ნაბიჯზე ესე იგი ჩაცმულობა გამომეტყველება ტატუირებას და სხვა გულისხმობ პირსინგებს და 1000 სისაძაგლეები მთელი სიმყრალი არც ხელზე გამოტანილი მთელი სიბინძურე გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამიტომაც ამბობს მამა გაბრიელი და არა მარტო ის რომ ბოლო დროის მორწმუნეებს ჩაცმულობით იცნობენ რომ შიშველი ტიტველი ივრიან ორმერთუები და ვინც შემოსილი იქნება ის ღვთისმოსავი ქრისტიანი იქნება ამიტომ ასეთებისგან ან უმრავლესობისგან ამგვარებს დევნა ექნებათ ну ეხლა პირველ ყოვლისა როგორ ამკობენ გოიმი ჩამორჩენილი არა პროგრესული და აქ ამათაც პატიმოყარეობა იზოლებული არიან თუმცა შინაგანად შეიძლება არც ეთანხმებოდნენ რომ მათსავით ისმებდნენ ეს ვერ ვამოფიხთიდნენ რა და იხატებოდნენ თუმცა შინაგანად შეიძლება არ ჭიროდნენ და კიდე იმდენი სიმიძურის მოტანა შემილია რომ სირცხვილია ტაძარში ამაზე ვიტყვი რომ მე ისეთ რასმევ და არა მარტო მე ვუძლები ისეთ რასმევ ისმეთ აღსარებაში რასაც არსად არ აჩვენებენ არის პავლემოციკული იტყოდა ჯოჯოხეთის ფსკერამდე ჩასული ადამიანების მონათხრობებს ღაღადის ასე ვთქვათ აი ადამიანი არის გასაოცარი რამ არსება მასში არის 60 ენითა უწერელი და იმავ დროს ამ ადამიანში ჩამოდგება ხოლმე პირდაღებული ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი და ღირსება რა არის ადამიანში როგორ არჩევანს გააკეთებს ამჯობინებს 60-ს თუ უპირატესობას მისცემს ჯოჯოხეთს დიახ ჩვენ შორის ზალზე ბევრია სამწუხაროდ ვინც ჯოჯოხეთს ირჩევენ და იქამდე არიან სიგიჟეში მისვლა სულიერი დაბადება სიგიჟეში მისული პლასტიურ ოპერაციებს იკეთებენ მაგალითად ეშმაკივით რქები რომ გაიკეთო და ამბობენ რომ ის არის ეშმაკის ერთ-ერთი ანგელოზი ზოგი ზაღლივით იკეთებს სახეს პლასტიკური ოპერაციით 4 დადის და ყებს და მაგალითად ერთმა თუ ორმა დასინა და დედამ ეს გერმანიაში მოხდა უჩივლა და გაამტყვნეს ისინი ვინც ამბობდნენ რას გეხარ შესაძლოა ადამიანად გაშli და ზაღლივით იყეთებო დედამ ესე გამოდის და დედა ამართლებს დედა უჩივლა და გაიმარჯვა სასამართლოში აი როგორი იდიოტური კანონები ანტიქტიური შემოდის პარლამენტის და სხვა საკანონმდებლო ორგანოების გზით. თუ მოგიყევით რა კი გერმანია ვახსენეს დი მაგალითიც რომ
ერთ-ერთ ბაგა ბაღში სხვა ოთახებთან ერთად გამოყვეს ერთ-ერთი ოთახი ონანიზმისთვის. ბავშვებმა რომ გააკეთონ ონანიზმი. ხელი დაცემას რომ მიყვანს. გესმით თქვენ? უჩივლეს და კარდინალმა იშივა რომ გაიგო იქავენ საბედნიეროდ ესე იგი იზოლებული გახდნენ რომ გაეუქმებინათ ეს ოთახი. თუმცა თავიანთ გადაწყვეტილებაზე დარჩნენ ისე რომ ეს აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ფიზიოლოგიური განვითარებისთვის და თუნდაც სულიერ ფსიქიური. ავად არიან მეტი რა გითხრათ. ადამიანების საგზომი ნაწილი არიან სულიერად დაავადებული, ფსიქიურად, როგორ არიციან თვითონ. აი თუნდაც რუსთაველზე ეს თვეები რაც ხდება, ყველაზე არ ვეთქვა, მაგრამ საგზომი ნაწილი არიან ფსიქიურად დაავადებულები. შეპრობილები არიან, წივიან, კივიან, იგენები, პირველ რიგში ხალები ყავს ხედულობაში. ამაზე გითქვას და ღმერთმა შეიწყალოს აღარას ვიტყო. და ვერ ისვენებენ, ვიდრე დასავლელი თავიანთი ბოსების საწადელს არ მიაღწევენ საქართველოში. იცით რა მომენტია საქართველოს ხორებაში? წმინდა მამები რო ამ წინასწარმეტყველებენ, მაგალითად საქართველოზე, როდესაც ლავრენტი ჩერნიგოვი და არა მარტო ისინი. ბოლო ჟამს ციტატა მომაქვს, ღვთისმშობლის წილხვეც საქართველოშიც იქნება ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს ხელისუფლებისაგან. მაგრამ როგორც ესეთი წარმატება საბოლოოდ ვერ მიაღწევს. იქნება ბრძოლები, ყევები, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რატომ კითხეს მონაზრება? იმიტომ ამ ხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. აი ამ პროცესში ვარ. გაიმარჯვებს ბოროტება თუ გაიმარჯვებს სიკეთე საქართველოში. ეხლა ყველაფერი სისხლში შეფარდებითი, ეხლა ზოგიერთი მეტყვიან, როგორ ამ ხელისუფლებასთან არის სიკეთე, არის სიკეთეც და არის შეცდომებიც, რაც მე მიმხილებია ქადაგებაში ინტერნეტში დავდია და 1000 აი ბოლო ქადაგება მაგალითად თითქმის 12000 ადამიანმა ერთ კვირაში მოისმინა. ასე რატომ? ბევრი ისმის ამას. მათ შორის ხელისუფლებაც კორუფციის ეგარებიდან განიწმინდოს, განათლების სისტემაში რომ მოხდეს ცვლილებები და თუ გულში უსმენდი და გულში გამეღიმა, რადგან ვსაუბრობ, ნელ-ნელა ისინი იმას ასწორებენ და რა თქმა უნდა მარტო მე ხوار ვსაუბრობ, პირველ ყოვლისა პატრიარქი მყავს ხედველობაში, საუბრობ და ჩვენი არის ჯანმრთელი ნაწილი, რომელიც მოუწოდებს განათლების ეს დასავლური სისტემა პირდაპირ უპავს ახალგაზრდა უსწრებს მოვალს, ბრძოლა ნარკომანიასთან და ბრძოლა ყველა მსგავსობასთან, რაც ხდება დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა დასავლეთის დაფინანსებით და შეგულიანებით. ეხლა აღარ მინდა მოვიყვანო, ესე იგი რასაც ჩვენთან მიუღებლად თვლიან. მათთან ეს მისაღებია და უფრო მკაცრადაც სრულდება. რატომ შეიძლება იქ და რატომ არ შეიძლება აქ? გამოასწოროთ საქმე. საკითხავი აი, იმიტომ რომ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ უფლებო ბონები. რადგან ჩავძახებთ, ის არ მოძახო, ჩვენ ამას არ ვაპირებთ. შენზე დიდი დამხრობლები მყოლია ქართლს. არაბებიც, მონღოლებიც, თურქებიც და რუსებიც. და აქამდე მოვიტანე ჩემი ქართული მეობა, მამულიც მეტნაკლებად ენა და სარწმუნოება. და მომავალშიც ამას ვაპირებ. უწინ მე არ ვიყო. მე მარტო ჩემ თავზე არ ვიყო, ყოველ ჭეშმარიტი ქართველი სახელით. უწინ მე არ ვიყო, ვიდრე საქართველოს დაეღოს და ჩვენი ქართული მეობა. ედვინა მაშინ სიცოცხლე. ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი. ჩვენში იმდეს იზამე, რომ აი ჩვენს წინაპრებს გააღვიძებენ რა, იმათ სულს გააღვიძებენ. ამას ნამდვილად მიიღებენ. ფილმი რო ერთი კომედია, შემაგინოს და ვესვიო. იმდეს გვაგინებენ, რომ ბოლოს ვესვით მაგათ რა. და ბოსტანს იქით გადაუწევთ. ბოსტანში ევროპა მხედველობაში. არა, მამას არ უნდა ამბობდეს. და რატო? მე ვიყავს წინაპარი სასულიერო პირები, מחვილით ხელშიც იბრძოდნენ ჩამოთვლილ მტრებთან. რა შესწნეგანა? თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთეთ. არა გონია იქამდე საქმე მივიდეს. გარდა მაგისა, სული და სოლხედროდ არიან ლაჩრები. ბევრი რამ შემიძლია დავასახელო. ლაჩრები არიან. სიკვდილის ეშინია. ჩვენ ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დავიდო ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდით. მე როცა ვამბობ სამშობლოსთვის ვიბრძოლოთ, მე ნიშნავს რომ ჩემი ქართული მეუღლე პირველ ყოვლისა ქრისტიანობაზეა დაფუძნებული მართლმსაჯულობას. რა თქმა უნდა ჩვენ ამას
გავაკეთებთ. და ათონის თაზე იბერთა მონასტერში. ჩვენს მონასტერში ბერძნებმა საგულდაგულოდ წაშალეს ქართული წარწერა, რომელიც მოგვიწოდებს ქართველებს მართლმადიდებლობის ერთგული და ბიჭი არ წავდგათ იქით. ეხლა ახალ ჭირზეც მინდა მოგახსენოთ, შედარებით ახალ ჭირზე. გამოჩნდა ვინმე ერთ-ერთი ადამიანი თქვენ შორის არის, რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან. ვინმე ნიკა ლეკიშვილი, რომელიც უსმოდინეთ ამტკიცებს, უფლისიხი არის იერუსალიმი ნამდვილი, საქართველო არის ისრაელი. და როცა ისინი მოვლენ, ურიები რომ აქ თქვენ უნდა თქვათ, რომ ჩვენ ებრაელები ვართ, თუ არ იტყვით, საქართველო აღარ იქნება. ანუ რას აკეთებს ფაქტიურად? რომელსაც ზედსახელად დაერქვა ენუქი ვინ არის თქვენ იცით და რატომ დაერქვა ნაკლებად მივხვდები და კერძოსაუბრებში ისიც უთქვამს რომ მომავალი მესიაა. სინამდვილეში რა არის? ეს არის პირდაპირი გაგებით გავლენის აგენტი. ქართველობა უნდა დააჯეროს, რომ ეს არის ისრაელი ნამდვილი, უფლისე იერუსალიმია, ებრაელები რომ 10 მილიონი არიან, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ეს. და ჩვენც ებრაელები ვართ. ხედავთ რა გავლენებს აღწევენ ამჯერად და ამ გზით. დაახლოებით 10 დღის წინ ერთ-ერთმა მაღალმა ისრაელის ხელისუფლების თანამდებობის პირმა სიამაყითა და თვითკმაყოფილებით განაცხადა 10,000-მა ებრაელმა უკვე იყიდა სახლი საქართველოში. მარტო სახლებს არ ყიდულობენ, ვიწებს ყიდულობენ. ეს ზილისგო და ქართველი რომ გამოიმჩნევს თვალებს, იქ უკვე გვიან იქნება. ჩვენ ვიზახდით აფხაზეთი როგორ დააკარგეთ, სამაჩაბლო როგორ დაკარგეთ, ქართული სული დაიკარგა და იმიტომ დაკარგეთ. და მერე დაიკარგა მიწები. აქაც ეს ხდება. ქართული სული იკარგება, გაბიაბროებულია საქართველოში, მერე დაიკარგა და სულიად დანარჩენი საქართველოს. თუ გაინტერესებთ. ესე იგი ნოეს კიდობანი რომ ქვია ჯერ სახელდებაც ამ გადაცემის შოუსი საინტერესოა. ეხლა ამჯერად არ მოყვები, იქ იყო მიწვეული თურმე ეს ადამიანი, ცლად ისაუბრეს და ამის გაშვებას აპირებდნენ. ანუ გავლენის მოხდენას ქართველებს და ქართველების ნაწილი როგორ არის? როგორ მერხები ახდა და სულ ერთია ქართველები თავარია კარგად იცხოვროს. გაეხარდება კი ებრაელები ფლობენ დედამიწის კაპიტალის უდიდეს უმეტესობას. აქ განსაზღვრელი ძალაუფლება. ყველა ეს მოვლენები, ომები დაწყებული და სოციალური გაჭირვება, მათგან არის მართული ყველაფერი და მათი ფულებით. მათ შორის ვატიკანიც არის ჩართული და არანაირი ეს რელიგიური დაწესებულება, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაწესებულება და სახელმწიფო და სხვადასხვა რომლის პაპი არის პოლიტიკური, ჩვენთვის არის მწვალებელი, არც მეტი არც ნაკლები. ეგ იქნება, სხვა იქნება, ვინც წავიდა, ვინც მოვიდა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მწვალებლები არიან ისინი და არიან პოლიტიკური ფიგურები, მოთამაშეები ამ სიონისტურ ველზე ბრძოლისა. ხო და ერთ აი ამ ადამიანმა რომ ჩვენთან იყო შეეწინააღმდება იმ გადაცემის მე თქვენ რასაკეთებ თქვენ იცით თუ რა ვინ არის ეს რა და რასაკეთებს სინამდვილეში. ნუ თავი შეიკავეს, მაგრამ ნახე როგორ ფინანსდება. წავიდა და ამ ადამიანმა ნახევარ საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და აჭარის ტელევიზიით უჩვენა. ანუ ყველამ ნახა. ნახევარ მილიონიანი მოსმენა ჰქონდა. აქედან მერყევი ქართველების ერთ ნაწილი რა ნიშნულობა აქ ებრაელები და ქართველები უფრო კარგიც არის ეს ძლიერები არიან პოლიტიკურად ფული აქვს და ასე შემდეგ საამური ცხოვრება იქ მეტი ამათ ხო ამათ არც საშუალო არსებობს არც ენა არსებობს და არც საწურება ხო და აბუჩად იქნებიან ხედავთ როგორი გავლა საიდან არ აქვს ბრძოლები აი როგორც ქართული ანდაზა ამბობს საით გავიქეცი იქ წავიქეციო ყველა მიმართულებით ბრძოლა გვაქვს დაწყებული იმით რომ ომში უნდა ჩავერთოთ რუსეთთან დაახლოებით ასე დასუსტებული და არაფრის მქონე საქართველო, ანუ ესე იგი ფინია უნდა გავიდეს დათან საბრძოლველად. თუ ჩვენ მოვდიახაც ჩვენთანაც სიტყვია, ბოლო ქართველამდე ვიბრძოლ, ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლ. იმას კი არის რომ პატრიოტული მოწოდება, იმას ისე დედას კიტირებ ყველა უკრაინელს ამოწყვეტად. ურიებს აქ გეგმაში ესდებს ოფიციალურად ინტერნეტში იხილეთ ვინმე იგორ ბერკუტია გეგმა რომ უკრაინის ადგილას უნდა შეიქმნეს სახელმწიფო ახალი იერუსალიმის სახელით. საქართველოსაც უკვე თვალი უჭირავთ და ხელი არ დადებული. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ რომ გავბივართ ერთმანეთს ჭამთ აქ, ისინი უკვე კარგად იწყებენ დამკვიდრებას საქართველოში. ერთ დღესაც გამოვიხიცეთ და ვიტყვით ისე როგორც აფხაზეთში როგორ დაიკარგა საქართველო. ჩვენს გამო დაიკარგა. ჩვენი დაუდევრობის სიზარმაცის ჩაქარცეობის გამო დაიკარგა, არც მეტი არც ნაკლები.
ილია მართალმა ეს საქმე შექმნა თავის თანამედროვე დამხაკებულ ქართველებზე კი არ ლაპარაკობდა ხოლმე ყველა იმაზე ვინც მართა როგორებიც ვართ სამწუხაროდ ჩვენგან საგრძნობი ნაწილი. თუ კი ასია მამაო ჩემს ისინა ზოგიერთმა სულში თუ ასე ძლიერები არიან თუ ამდენი შესაძლებლობებია თუ აღვირი ხელში მათუქლია სოფლიო და ადგილობრივი მოვლენების რა გალაპარაკეთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჭეშმარიტი გადარჩენილი მაცხოვნებელი რწმენისთვის ჩვენი მამულისთვის სულ ცოტა ჩვენი წინაპრების საფლავები რომ არის და ჩვენი ენისთვის რომელიც სასეღრმა არის თუ გაინტერესებს თურაშეულის პატრონი დღეში ფანტაზი გარბოდა უცხოეთში გარბიან სამური ცხოვრებისთვის და ამ უნიკალურ მიწას საქართველოს უმდიროს აქტუალებული არიან თავად უცხოელები ტოვებენ და ხელში უგდებენ მათ ვის აღარა რა თქმა უნდა ვისადგენია ეხლა ზოგიერთი იყვნენ და ამობს რა შუაშია გრიგოლ პალამა და საქართველო შუაშია გრიგოლ პალამას თქვენ წარმოიდგინეთ უყვარდა სამშობლო ელადა თავისი სამშობლო და მას თუ უყვარდა თავისი სამშობლო ჩვენ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანული საქართველო რომელიც დღეს აი უკვე რო გითხრათ სიმსივნეა გარკვეულ უბნებში და მეტასტაზები აქვს დაწყებული და არის საშიშროება მთლიანად სხეული მოიცოს ამის საბოლოოდ მოხდეს არაფერია ყველა ასეთის ისეთის მათ შორის ასეთი ქართველი და ისეთი ქართველი გვინდა არ გვინდა წამს არ წამ ასია თუ ისია წარდები და მერთის წინაშე და პასუხს მივცემთ ჩვენი საქციელისთვის როგორც მინდა მამა გაბრიელი ამბობდა ვის ტაძარში ვდგევართ სადაც ადამიანი იბადება სული წმინდის მადლი იქ გადმოდის მასზე ამასაც მოგკითხავს კარგით გავაგზავნოთ წმინდა გრიგოლ პალამას ამონარიდიდან ესე იგი ღმერთისადმი იმდობა გვიცავს უღირსი ადამიანებისაგანაც გახსნილი ადამიანებისაგან ეს გახსნილება ჩვენც არ გადაგვედოს ამიტომაც ჩვენი საერთო დედა ეკლესია ქრისტესი ქებით გვამცნობს და პატივს მიაგებს იმათ სახელებს ვინც გაბწყინდნენ რა ღვთისმოსაობითა და სათნოებით გადმოცეს ღვთიური დოგმატები დამტკიცებული ყოველთ უწმინდესი კრებების მიერ მათ შორის გრიგოლ პალამა იგულისხმება ხოლო მათ ვინც უპატიობას შეუდგნენ და არაწმინდა მამების სწავლებას ანუ ეკლესიის და ასევე მათ მზაკარ სწავლებად წმინდა ეკლესია ყველას გასაგონად უარყოფს თუნდაც გრიგოლ პალამას თანამედროვე წვალებელს ვარლაავს და ვარლაამიტებს ამიტომ ჩვენს უნდა განვუდგეთ ყოველგვარ ცდომილებას და ჩვენს მართლმადიდებელ მამებს უნდა მივხვდეთ აქ ერთი რამე გონებაში გამკრა ძალიან არის გატაცებული ბრევლის ერთი ნაწილი ჰოროსკოპებით მრავალფერი კითხავები გამოდიან აქაური თუ იმპორტული და საუბრობენ ესე იგი მომავალზე არა თუ უბრალოდ ზოგადად მომავალზე შენს კონკრეტულ ქვეყნის ასე შემდეგ არამედ რა უნდა მოიქცე რა საგნები არ უნდა გქონდეს ახში რა საგნები უნდა და რა აკომპლექსებენ ათაყვანებენ ადამიანს მოკლედ ჯერ სიცოცხლეა თავიდან ბოლომდე ეხლა ზოგი რამ რო ხდება ხოლმე რატო იცი ეშმაკმა ზოგი რამ იცის და ბევრი განსაცდელი მათი ხელით სრულდება თუმცა მერტი უშავს რა კი ანტონი დიდი ვახსენს აი ანტონი დიდ ცხოვრებიდან მოვიგონე ერთხელაც მას ეშმაკი გამოეცხადა და ანტონი დაეკითხა ჯერ ისეთ საძარელი ადამიანი შიში ხდება როგორც წმინდა მამა იყო და წარბია შეხებია კითხა ესე იგი მასთან ერთ-ერთი ბერები მოვიდნენ და დაეკითხნენ შენ იქ რომ ნიტრიის თიზირში რომ იყავით ნიტრიას თასთან მოვაწებდა თავად ანტონიც ეგვიპტეში ჯორი რომ მოგვიგდათ აქად დაფრინდო და შეეშინათ ბერს ფიზიკურად ვერ დაინახავდი თისიკით იყო და შენ რა იცი აი ახლა ამ წუთას იყო ეშმაკი და ყველაფერს მომიყვავა ანუ ზოგი რამ ეშმაკმა შეიძლება იცოდეს და რაღაცას აგიხდეს წყალებში და მე ორივე ყურით დაჭერილი ყავხარ
რასაც უნდა იმას დაგაჭირეს. მათ შორის სიზმრებზეც იგივე ითქმის. ერთი-ორ სიზმარს აგიხდეს და მერე იწყება ავადარის მონადირება. ყველაფერი ჯერა. ასე და ამგვარად შეიყვანს ჭაობში საბოლოოდ ვიდრე არ დაგუპავს. ამიტომ სიზმრებს ძალზედ ფრთხილად უნდა მოვექცეთ. წმინდა მამები განასხვავებენ სიზმრებს, მტკნარ სიზმრებს და სიზმრეულ ჩვენებას. ეხლა საგანგებოდ არ მინდა მოგიყვეთ ამაზე, რომ მერე არ დაეწყოთ თავის თავთან საკუთარ მარჩიებობა, რომელი იყო ღვთისგან და რომელი არ იყო ღვთისგან. ჩვენ ჯერჯერობით ცხადს გავუკლავდეთ და ძლივთ ეს საცხოვრები, რაც ცხადში გვაქვს. მას ამიტომ ჩვენც უნდა განვუდგოთ ყოველგვარ სტომილებას და ჩვენს მართლმადიდებელ მამებს უნდა მივხვდეთ. ჩვენ წამს ერთი ღმერთისა სამებაში. ეხლა მოკლედ და ლაკონურად აყალიბებს წმინდა გრიგოლ პალომამ ყოვლადწმიდა სამების დოგმას. ჩვენ წამს ერთი ღმერთისა სამებაში, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ღმერთი მამა უჟამოა, დაუსაბამო და საუკუნო. იგი ძირია ღვთაებისა, თანაარსისა, ძეშიაც და სული წმინდაშიც. იგი და მხოლოდ იგი, ანუ მამა, მხოლოდ ჩობილისა ძისა და ერთადერთი ვისგანაც გამოვალ სული წმინდა. ესე იგი, მხოლოდ იგი არის მამა, მხოლოდ ჩობილი ძისა, უფლისა ჩვენისა და სული წმინდა მხოლოდ მისგან გამოვალს. ხოლო ძე არსებული შეურევლელად მამასთან არის ცხოველი, ანუ თანამედროვე ქართული ცოცხალი სიტყვა, ჭეშმარიტი ნათელი, მიზეზი და დასაბამი ყოველივესი, რაც შექმნილია. ესე ღმერთი ძე ყველაფრით ჩვენი მსგავსი შეიქმნა, გარდა ცოდვისა. იგი უნებებოა და უკვდავი. როგორც ადამიანმა ჩვენთვის ჟვრიანი სიკვდილი მიიღო, ანუ თავსიდვა და მოკვდა. საფლავად დადებული იქნა და აღდგა. ამგვარად გააქარწყლა რა სიკვდილის ბატონობა ადამიანზე. იგი ამაღლდა ზეცა და დაშდა მარჯვენით მამისა. გახადა რა ამგვარად ჩვენი ადამიანური ბუნება თვისი ერთ პატივი და ერთ საღდარი. თავის დროზე იგი კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე დიდებით, რათა განეკითხოს ცოცხალი და შესვენებული და მიაგოს თვითოულს საქმეთა ევრონ მათთა. ამენ. კეთილი ახლა მოგზავნით, ზეთი იცხეთ.